פרשת ויחי שנת תשפ"א. ויחי יעקב בארץ מצרים 17 שנה. დაიცოცხლა იცხოვრა იაკობმა შინაქვეყანასა მიცრაიმისა ეგვიპტესა 17 წელიწადი. დაიყო დღეები იაკობისა წლების სიცოცხლის მისისა 7 წელიწადები და 40 და 100 წელიწადი. 157 წელიწადი. ჩვენ ვიცით რომ გამორჩეული პარაშა არის პარაშათ ვაიეხი. იმიტომ არის ორი პარაშა სეფერ თორაში, რომელიც რომ სიცოცხლეს გულისხმობს და იწყება ის პარაშა ბელაშონ ვაიეხაისარა, ვაიუხაისარა, ვაიხი იაკობ, ეს ორია გამორჩეული, სარა დედაჩვენის სიცოცხლესთან დაკავშირებით და მის გადაცვალებასთან და იაკობის სიცოცხლესთან დაკავშირებით და იაკობის გადაცვალებასთან. მაგრამ კიდევ დამატებით ძალიან გამორჩეული პარაშა არის ეს პარაშა თლიანად სეფერ თორაში. რადგანაც რომ ამ პარაშაში რაბებმა ბრძანეს ჩვენ რო დაგვიწერა ეზრა სოფერმა მოგცა სედერ პარაშიოთ цели წყობა სეფერ თორის ბერეშითი, შემოთი, ვაიკრა, ბამიდბარ დებარიმი, იქ ზაკონები, კანონები როგორ იწერება სეფერ თორა, ეს ჩამოაყალიბა ეზრა სოფერმა. ბრძანდებოდა დაახლოებით 2400 წლის წინ ბერეხ დაახლოებით ცოტა მეტი და ამ კანონებში გვიწერია რომ ყველა პარაშა, ყველა ნაწყვეტი, რომელსაც რომ ჩვენ სეფერ თორას ვკითხულობთ შაბათ დილით სალოცავებში, მინიანში, უნდა იყოს დაწყებული ბეპარაშიოთ ტუხოთ, გახსნილი პარაშა. ესე იგი, წინა უნდა იყოს დაწყებული ახალ წინადადებად და არა ისე რომ მიკრული ძველ და წასულ წინადადებასთან და დაკავშირებული წასულ სიტყვებთან. ამიტომ ყველა პარაშა სეფერ თორაში იწყება ცალკე წინადადებით, ახალ წინადადებით. გამორჩეული არის პარაშათ ვაიეხი, განფული არის, რომ პირდაპირ თავდება, სრულდება წასული შაბათის პარაშის ბოლო სიტყვები, სადაც რომ სეფერ თორა წერავს დადასახლდა ისრაელის შვილი შინაქვეყანასა ეგვიპტესა, შინაქვეყანასა გოშენისას და მიეკრენ მას და გაფუვდნენ და გამრავლდნენ მეტად. და იყო სიცოცხლე იაკობისა მიცრაიმში ეგვიპტეში 17 წელიწადი. ესე იგი, მიყოლებულად მოდის პირდაპირ წასული პარაშა, დღევანდელი პარაშა, თუ გინდა ერთი თემა იყოს, თუ გინდა ერთი გაგრძელება იყოს, ისეა დაწერილი სეფერ თორაში. და ასეთი დამაგვარი არც ერთი პარაშა, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ სახალხოდ, ჯამაათებში არ არსებობს ასეთი დამაგვარი სეფერ თორის წაკითხვის დროს. მარტო პარაშათ ვაიეხი. ამას ქვია თორაში, ალახაში, ივრითულად პარაშას უმა, ჩაკეტილი პარაშა. რატო ჩაკეტა თორამ ამ პარაშის დასაწყისი? ნუ, რაში კომენტარ აკეთებს ადგილზე, ეს არა რაში სიტყვი მარტო, თალმუდიდან ასე ჩანს, ასეთ სოფრიმში და კიდევ ალახაშია გადაწყვეტილი, რომ ამ პარაშას ეკუთვნის ჩაკეტვა. რადგანაც რომ ამ პარაშით ჩაიკეტა ისრაელის ერი, რადგანაც რომ იაკობის გადაცვალება არის, რომელიც ჩვენი უდიდესი მამა მიდათიფერეთ, აბრამი ბრძანდება ხესტედი, წყალობა, იცხაკი გებურა, კაცრობა, იაკობი თიფერეთი, რომელიც რომ აზაებდა ბენ ლევენ შუაში იყო ამ მამებში აბრამი და იცხაკი შორის შუალედი გზა გამოძებნა იაკობა. მშვენიერი გზა, რომ ვთქვათ, ძალიან კაცრობაც არ ვარგია ცხოვრებაში და ძალიან წყალობიანობა და რომ ვთქვათ, ძალიან გაცემაც არ ვარგია. უნდა იყო კაცი შეზარებული შუალედში. ეს იყო ჩვენი მამა იაკობი. და ამნაირი კაცის, რომელიც რომ კაცობრიობაში ამორჩეული პიროვნება ადამის შემდეგ, რო იცოდეს ყველა, კაცობრიობაში, რადგანაც რომ ადამ არის შონის პირდაპირ ნეშამის გილგული ბრძანდება იაკობი. თუ გინდა ადამი გადაიცვალა, ასე ითვლება იაკობის გადაცვალება. ამიტომ არის ეს პარაშა ჩაკეტილი პარაშა.
მაგრამ ამასაც დაუკვირდეს ყველამ, რომ საინტერესო არის. ადამ არიშონი 130 წელიწადი ხედავთ, რომ რაც სოდო ჩაიდინა, მარხულობდა 130 წელიწადი. დამჯდარი იყო მდინარეში, ხიდეკელში, ბაბილონში, დამჯდარი შიგნით მდინარეში, მარხვა 130 წელიწადი მიყოლებულად შაბათების გარეშე. აქანაც იაკობზე რა წერია თორაში, იაკობის სიცოცხლე იყო განახევრებულია 17 წელიწადი ეგვიპტეში, კაი ცხოვრება ჩაიწერა თორაში, 130 წელიწადი სულ ტანჯვა და იესწორი. უბრალეს. მხოლოდ დალაგებული წესიერი ცხოვრების წლები იმდენად არ უნახავს. სიკეთეც რო ქონდა ნახული, მაშინაც სიმწარეში იყო გამონებული. ამიტომ 130 წელი იაკობმაც ადამის გილგულმა, რომელიც იყო მისი ნამდვილი ნეშამის გილგული, ჩაატარა 130 წელი ცხოვრებაში, თუ არა მარხვით, თავიდან ბოლომდე, იესტურინით, ტანჯვით, ბევრი ცუდის ნახვით, დღე არ ქონდა მოსვენების წესიერად. მაგრამ როდის იყო, რომ მამაჩვენი იაკობი ცოცხლობდა და ნახა ცოტა სიცოცხლე, დამწყნარება ყველა გაჭირებიდან, ეს იყო როცა ეგვიპტეში იყო 17 წელიწადი. ამიტომ წერავს თორა იწყებს. ვაიეხი იაკობ, დაიცოცხლა იცხოვრა იაკობმა, შინა ქვეყანასა მიცრაიმისა 17 წელიწადი. კაცეტრიან, რამდენი წელიწადია შენი სიცოცხლე? სიცოცხლეს უძახი მე, ვიცომ ცხოვრობს. კაც რო დალოცავენ, დალოცე კაცი, დოლათიანად. გამჩემა, არ დალოცო, არ თქვა, გამჩემა გაცოცხლოს. ბევრი ცოცხლობს. ბევრი ყნოსავს. ბევრი სუნთქვას. მაგრამ სუნთქვა იმას არნიშნავს, რომ კარგად ცხოვრობს. კაც თუ ლოცავ, დალოცე დოლათიანად, ბარაკიანად. უცხარიში აძახე, ღმერთმა გაცხოვროს 180 წლამდე. არ თქვა, გაცოცხლოს. სიცოცხლე ნიშნავს ცოცხლობს. მაგრამ როგორ ცოცხლობს? არის განსხვავება, კიდე ქართულშია, ხო? არის განსხვავება, კაც რო იტყვიან ადამიანზე შვილი გაზარდა. არის შვილი გაზარდა და არის შვილი არ ზარდა. ეს შევდელ, გაზდა არის ფიზიკური გაზდა. აღზდა, რო შინაარსით მას ჩამოყალიბებ, დაავაშკაცებ, ცხოვრების გზას აძლევ, ასწავლას, განათლებას, აკადემია, ხო იცი? ამასია აღზდა. გაზდა, ბალახიც იზრდება. ყველა გაჩენილი იზრდება. ვინც რომ დაიბადა, ყველა იზრდება. ეს შევდელ. ასეა, ქართულში განსხვავება არის, გამჩემა გაცოცხლოს და გამჩემა გაცხოვროს. გაცხოვროს ორივე შედის შიგნით. აი ცხოვრებაც და სიცოცხლეც. აი ეს არაშენ გვასწავლა. ვაიეხი იაკობ, დაუკვირდა პერთალკნი, დაიცოცხლა, დაიცხოვრა იაკობმა. ორად წარმოგვარვაც, რატო? პირად კი არა. ეს არის შინაარსი ეგენა. ეს იყო მისი სიცოცხლე, ცხოვრება 17 წელიწადი, როცა რომ შვილმა მავლით გარეშე ირგვლივ ყველანი ერთად იყვნენ. თუ არ იყო შტეხა გეგებელ პორია, მანაიხ გიშტელე ზეთი მაინც ყავდა. სოლთან ყველანი დამჯდარი, იოსები რო დაჯდებოდა პურმარილზე, მამა ყავდა გვერდით, ზვებთან ერთად და რო დაინახა იაკობმა ოჯახი შემთელებული, აი ცხოვრებაო. ხლა აქ შეკითხვა არის სხვანაირი. რატომ დაწერა გაიმეორა თორამ დაიყო დღები იაკობისა, წელიწადები სიცოცხლის მისისა, 7 წელი 40 და 100. დაგვიდით, ამ თქმულებასაც ტერმინოლოგიას გააჩნია ძალიან დიდი შინაარსები ყველაფერს. ამიტომ კითხულობ, როგორ წერია ისე. ჯერდი შეკითხვა, მაგარი შეკითხვა. აგერ წასულ პარაშაში ვაიგაში დავიკითხეთ. იაკობი რო შემოდის ფარყოსთან. ფარყო მინახულა იაკობი, მოითხოვა, აყვამინდა ამ კაცს. რატომ? იაკობის ჩამოსვლით შიმშილი შეწყდა ქვეყანაში. კარგად ხო ვიცით ესე? იაკობის ჩამოსვლამ შეწყდა შიმშილი ეგვიპტეში. 2 წელი იყო შიმშილი, ჩამოდის თუ არა იაკობი, 7 წელი რაც ეწერა სახელმწიფოს, შეიცვალა. შეწყდა ყველაფერი. აუგილდი. საინტერესო. დაიმასორეთ, იმიტომ შარიცი
საკამდე მივარდი ვერა თორაში ამას გაგრძელება გააჩნია შემდეგში თუ მივედი იქამდე არც ვიცი ამ პარაშაში ამ გადაცემაში მაგრამ იქ ოდაინახა ფარღო მიაყაგობი მიდრაში ძანებს ეკითხება ფარღო იაყაგოს ქამა ასე იქანა ტაყამი სებერდორას ასე ვკითხულობ ჩვენე მომაღლებული ხმით თავის მუსიკით რომ სებერდორას მარტო სკერაკს სიტყვა წესერად გამოთქვა თავის ნიგუნი გააჩნია მოტივი გააჩნია თქმილად არ არის იქ საკეფი თქმილად არ არის მოცემული განა რატო გასცემს ამას თორე ამ ტაყა მაინდა-მაინც რომ ასე უნდა დაუყრა წამკითხველმა ასე უნდა წაიგიქვა მოტივით იაკაგოვის შემოსვლა ფარყოსთან სასწაულებოდა საერთოდ ისეთი შემოსავალი ქონდა ფარყოს ჭიშკარი გაკეთებული ყველა შემოსვლელი მოიკუტებოდა დაკუტვით უნდა შემოსულიყო მეფესთან რომ თაყვანი ეცა მეფესთვის შემოდის იაკაგო მამა ჩვენი სასწაული მოხდა ჭიშკრები მომაღლდნენ ჭიშკრები შემოსავალი კარების გვერდები მომაღლა ღმერთმა სასწაულად გამართულად შემოდის იაკაგობი თაყვანი არ უცია ფარყოსთვის გაუკვირდა ფარყოს დამაგვარი სასწაული ნახული ქონდა ძველად სად ქონდა ნახული 215 წლით ადრე ჩამოსული აბრაამი სარა და აბრაამი რო ჩავიდნენ ეგვიპტეში მაგათ ისტორიაში წერია ეს იქანა ეწერა დარწმებში რომ ასეთი სასწაულობა მოხდა ერთხელ ისტორიაში რომ შემოდის ეს კაცი აბრაამიო ისეთი ღმერთის კაცია ისეთი სულიერი ადამიანი არისო ღმერთმა არ მიცა საშუალება აბრაამსაო რომ მოკუტული იყო ადამიანის წინაშე რახლა გამჩენმაო სასწაული ნახეთო ჩვენი თვალითაო ეგვიპტელებმა დაწერა მომაღლდენო ჭიშკრებიო და კაციო გამართულად შემოვიდაო შაგერ ახლა უყურებს ფარყო ერთ და იგივე ამბავ იაკაგოვზე ფარყოს ეგონა ეს ხო არ არის კაციო ძველად რო იყო აქანაო და ეკითხება ქამა რამდენი არის დღეები და წლები სიცოცხლის შენისაო მაინტერესებსო შენ ხო არ არის კაციო ძველად რო ჩამოვიდა ეგვიპტეში ჩვენთანაო ეუბნება იაკაგობი არა ბატონო ჩემო არა ის ვინც იყო აქ ბრძანდებოდა ბაბუა ჩემიო აბრაამი ის დიდი ხნით ამზანებული არის უკვე ნუ ხამის ეს ღმერთმაო მე თუ მოგატყვილად შემა შეხედულობამ იმიტომ რომ შემოყრილი არის ჩემზე სიბერე ჭაღარა გათეთრებული როგორც ოლი და საღე მოღუნული და ცხოვრებამ დამტანჩაო იაკაგობი ეუნება და მოთქმა თავისი ამოყარა გულიდან მე პატვერაყინ სოთა ხნით ცხოვრობ ძალიან ბევრი წარა არც მისწურა ჩემი წლები ჩემ მამების წლებამდე მაგრამ ისე დამჩაგრა ცხოვრებამ ადამიანი გავარ თუ გინდა ორმაგად სამმაგად მოხუცებულ კაცს რადგანაც რომ დაცველდა დაიჭაგრა ჩემი სხეული და ტანიო რა იქ ვისწავლეთ რომ იაკაგობა უთხრა გაუცხადა ფარყოს მე ვარ 130 წლისო პირდაპირ ეს უბრალო მათემატიკა ეწერა სებერდორას მარტო იცხოვრა იაკაგომა ეგვიპტეში 17 წელიწადი ჩვენ უკვე მათემატიკას ვაკეთებ 130 წელი ხარ რო ჩამოხვედი 130 წლის აგერ 17 წელი დემა და რამდენია სულ 147 რატო გაიმეორა თორა მერე დაიყო ბოლო ჯამში იაკაგობის ცხოვრება მთლიანათაო 147 წელი იცოცხლაო ლობარულ გაუგებარია ნუ ამის პასუხი უბრალო პასუხია იაკაგობა რა ვარდია თავში როცა გაჭირებაში იყო გამჩენებს საყურებო და რა თქმა უნდა დაულხინა გამჩენა იარუქია ევიჯო ახლა ცხოვრება მოვიდაო აწი დავიწყოდო გასვლა გამოსვლაო ყველაფერი რამ საკმარისია რაც ვიტყოდე ცხოვრებაშიო პირიქით ამ ამბავში ამ 17 წელიწადში მეტად ემსახურა გამჩენ ვიდრე აქამდე ამის წინეთ ამიტომ სეპერტორამში აჯამა ყველა იაკაგობის წლები თიანად 127-ვე იყო გამჩენის სამსახურში დალევა მოკლედ ეს არის მაგრამ აქ კიდე ერთი დაგვირება საინტერესო დაგვირება რომელსაც ბევრი არ უკვირდება ყველგან სადაც არის თორაში ასეთი წლოვანობა ხალხის წლოვანობა სხვანაირად წერია
აქ არის სხვანაირად. დაუგვირდა გაბერწერია. რამდენი ცოცხლა იაკობოდა, დაწერა თორა 7 წელიწადები 40 და 100. მოკლედ 157. სარაზე რა ბერწერია, ვაიუხა ესარა. ნაბაროთ, ასებით იწყებს. მე აშანა 100 წელი და 20 წელი და 7 წლები. დაუგვირდი? აბრაამს ბერწერია თორაში. 100 წელი 75. ესე იგი, დაიწყო ასებით, გადავიდა 10-ზე, მერე გადავიდა 1-ზე. აქ ნაბაროთ არის, დაიწყო პატარათი წვრილით და გადავიდა ცხრილზე. ათო ისთვის. ამასაც დაუსცენ გული თორაში ვინც გმაცნობს, ორახაი მაგადოშმა დაწერა ამაზე პირუში. ორახაიმის პირუში ცოტა გაუგებარი პირუშია, მხოლოდ მაინც მე აგიხსნით რას ამბობს რას წერაც. ეს გირა ბიზანდებოდა სხვადასხვის კაბალისტი უდიდესი. რიბიხაი ბენატარ მაროკოში უდიდესი ფიგურა რაბი მის დეგებურად ყველა სამენიერაც. საერთოდ რაბებ რო ახსენებ, დიდ რაბებ იცოდეთ. არ არსებობს ბიმერაბი ახსენოთ იბრეთორაში, რომ იმ წუთში მისი ნეშამა, წმინდა სული არ იყოს დამდგარი გამჩენდა და ლოცვილობდა ჩვენს. და დაგლოცავთ, რომ ამ რაბების სახელებისაც ვახსენებთ, ყველა დაგლოცოთ წარმატება, ბედნიერება და ღმერთმა დაგვიყენოს დღეს ახლა ხო სოფლიოში ახალი წელი იწყება ბიზნესური ასე უცხი მაგას. უკეთეს წელი დაგვიყენოს გამჩენას. საკმარისია რაც გავიარეთ, ვიტანჯეთ, საკმარისია ცხოვრება რა ხედა ტრახტება, ბარუხაშემ შეჩერდეს უბედურობა და დაიწყოს აცი ახალმა სიკეთება და ბედნიერება. ორახაიმის პირუში და რას წერავს. მე ამას ყველად ვუდგები, მაგრამ ერთ დაგიუშინ არის. იაკობის ნამდვილი სიცოცხლეო, ვინც რომ გულთან ახლოს ყავდა იმასთან გონდა. ცოლებიდან ვინ ყავდა იაკობ ახლოს? რახელი. და დაუგვირდით. იოსები რო ყავდა, ხო იყო გახარებული. რამდენი წელი იყო იოსებ დავიდან მამასთან? 7 წელიწადი. ხოსეა? 7 წლის ხო რო გაყიდა ძმება, ხოსეა? და 7 წელიწადი აგერ ეგვიპტეში იგივე იოსებთან. 7 და 7 რამდენი არის? 34. შუში მე არა, 34 წელი. ამას დაუმატეთ ის წლები რახელის 7 წელი რახელთან რო იყო კავშირში. იაკობი. იმიტომ იაკობი ზამდებოდა 67 წელს რო ჩამოვიდა ლაბანთან. 84 წლის იყო და გორწილდა. 7 წელი კავშირში იყო სულ რახელთან. იმიტომ რახელი მოყავდა წონათ და რახელზე იყო ლაპარაკი. ლეახსენება შეერიღო ვაფშე. ესე იგი რამდენი წელიწადი გამოდის თვლიანად? არ მაივეხარ 41 წელი. ამას დავუმატე ის პატარა ბავშვების ბავშვობაში 6 წლამდე წესიერები იყვნენ, ორი ძმა კარგად იყვნენ დაახლოებით. ესავიდე თორა სწავლობდნენ ერთად, მე დაიწყო ეს საფრთხეები დაბრუნებაში 6 წლის ბოლოში მე 7-ზე რო გადავიდა, დაიწყო ცერკობა და გადავიდა სხვა გზაზე და დავამხანაგდა სხვები და მოკლედ იქიდან დაიწყო იაკობის სიცოცხლის რომ ვთქვათ პროსტორად არა კომფორტურად ცხოვრება, არც აღარ იყო სასიამოვნო მასთან ცხოვრება და ყოდი კბენა, ნამიოკები, ყოდი მწკენა, სულ სხვანაირი მიდგომები ყესავის მხრიდან და ასე დაიწყო მისი გზა ესავა. რამდენი გამოდის თლიანად, რომ გააკეთოთ, შეაჯამოთ ყველაფერი 47 წელი. ამიტომ არიო, ორახაიმე გადავწერავს. ამიტომ არიო აქანა რო წერავს თორაო 7 წელი 40-ზე და 100 წელიწადი. 47 წელი გაყოთორამაო. ამიტომ დაიწყო პატარა. დაიწყო ერთებით, გადავიდა 10-ზე, მერე 100-ზე. მოკლედ ახლა ამაზე არ ვიღებ ძალიან დიდი კომენტარები, წლების ამბებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მოკლედ აქ ვისწავლეთ 1-2 რაღაცა. ვაკეთებ სიკუმ, დედაი. პირველი რომ ვიცით, იაკობი 130 წლის და რო ჩამოდის ეგვიპტეში. 17 წელი ცხოვრობს ეგვიპტეში. ვისწავლეთ რომ 47 წელი ქონდა გახარების, რომ თქვა, ცოტა ოდნა გახარების საერთო ცხოვრებაში, მაგრამ ნამდვილი ეს ქონდა ბოლო 7 წელიწადში. აი ეს არის დასკვნა ჩვენი თელი აქამდე ნახვამის. რაც რომ ვილაპარაკეთ. ვაიკრებუიემე ისრაელამუთ მოახლოვდა დღეები ისრაელის იაკობის გადასაცვალებად. ვაიკრებო სიტყვები ვაიკრებო მოახლოვდა დღეები ყველგან არ წერია ასე. რა მოშე რაბენუზე თორაში რო დაწერა თორა არ წერია მოშეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაახლოვდა მოშეს დღეები სოციალიზაო და ლოკატოვიც არ წერია ასე. ლოკატო დავიზე კი წერია.
ვაიკრებო იემე დავით მაფტირი კითხულობ ხოსე მაფტირი პარაჩის ვაიახი რომ დავით ამერეხის დღებიო დაახლოვდაო მოახლოვდაო უკეო აქანაც მოახლოვდა დღები იაკობის სად იწერება მოახლოვდა სად იწერება როდესაც შვილმა ვერ იცოცხლა იმდენი რაც იცხოვრა დაიცოცხლა მშობლებმა იქ წერია მოახლოვდა და თუ შვილმა გადააჭარბა ან ერთ იგივე იცხოვრა დაახლოებით ნუ ერთ იგივე წლებში ფარგლებში 5 წელიწადში აქეთ იქით არ იწერება იქ ვაიკრებო მოახლოვდა მოახლოება ნიშნავს რომ მშობლებმა მეტი იცხოვრა ამას დააკდა რამდენი ცოცხლა იცხაკმა 180 იაკობი რამდენის არის 147-ის რამდენი აკლია 33 წელი ესე იგი მოახლოვდა დღები ისრაელის და უნდა მიცვალდეს აბზანდეს ქვეყნიდან დავით ამერეხი და იგივე დავითის მამაზე წერია მიდრაში რაშიც მოყავს დიდი ძალიან ხროვარობანი გასწრდებოდა დავით რამდენი საბზანდა 70 წელს მოკლედ ამიტომაც დავითზეს დაიწერა მოახლოვდნენ დღები დავითის გადასაცვალებლად ხლა იაკობა რო იცის რომ უკვე აღარ აქვს ხედავს რომ უნდა წავიდეს ხლა როდის ხდება აი ამბავი სასახლაყვებით რამბანი გზარის ბოლო წელიწადში სიცოცხლის ბოლო წელიწადში კაბალისტები ორახაიმიც და კაბალისტები ზოარში ჩანს წერამენ რომ ყველა ადამიანს გააჩნია ცელემი კი ბეცელემ ელოკიმ ბარაიტ ადამ გამჩენმა მისი მსგავსით ნეშამის მაღლაურ სულიერების მსგავსით გააჩინა გამჩენმა ადამიანი კაცობრიობა ყველას გააჩნია ცელები ახლა ეს იციან მარტო ძალიან წმინდა ადამიანებმა როხებით წერავს ამას ვერ მიახსოვს ყველა ადამიანი ამას მიახსოვს მხოლოდ წმინდა ადამიანები რომლებიც ძალიან მიკრულები არიან გამჩენთან ისე მაღლაური და დაბლაური მატერიალური და სულიერი მათთვის ერთ და იგივეა არ ხედავენ მატერიალურში ვერ ხედავენ ყოლამასეს ამ ქვეყანას ყველაფერში უყურებენ გამჩენ ამნაირ ადამიანებსაო შამაიმიდან უცხადებენ რაფერ 30 დღითადრე გადაცვალების რაფერ უკვირდებიან რომ ის ცელები რომელიც არის ნეშამის სარკე მოდი ასე ვთქვათ ნეშამა რომელიც დაბლარი ჩვენში ამის სარკე მაღლა რაც არის იმას ეს სადიკები ზნობენ სიცოცხლეში ყოველთვის ხოლოდ გადაცვალების წინე ეს ქრება 30 დღით ადრე ამიტომ იაკობი უკვე შესული იყო 30 დღეშიო ვაიკრებო იემე ისრაელამუთ მოახლოვდნენ დღები ისრაელის აიაკობისა გადასაცვალებლად დამოუხმო დაუძახა შვილს სამისა იოსებსა რადგანაც რომ იოსებს ჰქონდა ხერხი მას შეეძლო შეესრულებინა ეს სიტყვები მისი ეუნება შვილო თუ ვიპოვნე მე სიყვარულობა შინა თვალს საშენსა მე მინდა რომ შენ ფიცი დადვა ჩემთან დაგადებინებ ხელს ფიც იმ მადლზე რომელი ერთი მადლიც პირდაპირ გამჩენმა ჩააბარა ბაბუაჩემ აბრაამს დავალებით აბრაამი აყენებდა თელ თორას თავის სოდნით რო იცოდა აბრაამა წინასწარმეტყველობით რას მიიღებდა შვილმამავალი სინაისზე ამას წინასწარმეტყველობდა და თვითონ მიიღო თავის ავზე აბრაამა ასე იცხაკმა იაკობა განთქმულია რამბანი ბრძანეს მარტო ერეთში საზღვარგარეთ რო იყვნენ არა ერეთში ამ ქვეყანას ამ ერეთს ისეთი სიხასე გააჩნია აქ უნდა შეინახოს კაცმა მეტად გევალდებულება სანამ ხორას მიიღებთ ხორა რომ მივიღეთ სადაც არ უნდა იყო ეს ადამიანი მინა ჩაბარა გამჭება არ ეხება კუთხეს ადგილს სიცეს დასახლებას ერეთი საქართველო ამერიკა კანადა სადაც ხო რომ იცოდე შენ გევალდებულება ადამიანს იმ ადამიანზეა ეს მაგრამ სანამ ხორას მიიღებდნენ ეს დავალებას ასრულებდნენ მით უმეტეს ერეთში რამბანის სიტყვებია უმრავლესი ამბობენ სინაბრები ჩვენი უდიდესი ხალხი რომ სადაც იყვნენ ყველგან აყენებდნენ აი რატო შეირთო იაკობმა ორი და ცოლად კითხვა იბადება
ორი დედიდან იყვნენ მაგები. არ იყვნენ ერთ დედიდან და ცოდოც არ იყო მაგაში იმდენად არის აზრი პირდა. დრაშალ ბიოტი, რას პირდაპირ და კიდევ მოვიყვანე ეს ძველი ბრეთორებში განთქმულია. მოკლედ, არ შევალახა თელ დეტალებში, დავიფანტებით შორწალებას. მაგრამ ისეთი მათი, რომელიც რომ ღმერთმა დაავალა აბრამს და აბრამა იცხაკში გააკეთა. იცხაკი იყო ის პირველი მსოფლიოში, რომელიც რომ 8 დღეზე მოიწვეთ, ეს დაწვეთენ იცხაკი. ის იყო როდის? ბაზმანშელო. როგორც ჩვენ დღეს ყველა თელი საისრაელო, აფერო აკეთებთ, ბენ შემონათი ამინ, იმოლბეს არ ყოლათო. ასე კეთება. იაკობი რა თქმა უნდა. მე მინდა რომ იმ მადლზე რაცო ღმერთმა მოვუწვენ შემპირზე დადვა გამჩენინაშე ფიცი რომ შენ შემისრულებ რასაც მე შეგეთქე და გააკეთებ შვილო ჩემთან წყალობას და სიმართლესაო ისეთი წყალობა მინდა რომ გააკეთო ჩემთან რომელიც სიმართლიანი წყალობა არის წყალობა წყალობისთვის და პირად ინტერესებისთვის კაცი დეხმარება მაგალითად გაჭირებული კაცი არის მიაშვეს მიაწვდენს მიცემს იმედი აქვს ხვალ გამიბრუნებს რაღაცა გამჭირდება დახმარება მეზობედია ისიც მამცემს ხო არის აღება მიცემა ხოსია მაგრამ წყალობა ნამდვილი მართალი წყალობა რომელი არის რასაც მიცვალებულთან აკეთებენ ის დამბრუნებელი არაფრის აღარ არის ის წავსვლელია დამთავრდა ვინ დაგიბრუნებს შენ იმასთან რო აკეთებ წყალობას აი ნამდვილი წყალობა მადლისთვის და არა ინტერესებისთვის შვილო იმნაირი უნდა გამიკეთო რომელიც არის წყალობა სიმართლიანიო რა იქნება მეო ვერ დაგიბრუნება მასეო დაგიბრუნოსო ვინც რომ ბრძანდება დამბრუნებელიო ალთიგბერები მისრაე ნუ დამასაფრაებეში არ დამასაფრავა რატომ მამაო იმიტომ შვილო აქანაო დრო დადგებაო მე ვხედავ წინასთან ვეთყობით რომ ამ ქვეყანას უფალი ცემს დედამიწა იცემება აქ ტილები მაკათკინინი პირველი ცემულება ეგვიპტეში ისრაელის გამოსვლის წინათ რა იყო მაკათკინინი ტილები ცემა გამჭემა თელი მიწა გაფუჭდებაო მიწა ყველგან თავს რბიან ჩემტანზეც იხოფიალებენო ოსვენება არ მიქნებაო ნუ დამასაფრაებად განა აი მამაო თუ არა ეგვიპტეში ვაგერ ეგვიპტეს გარეთ არის ახლოს ქვეყნები სადაც რომ ეს ცემულობა არ მოვა იქ დაგასაფრაებ შვილო არ მინდა მაგარად დადგებაო და შაქის მომცანება სვალებულების გამოგვინცება მაშინ სასწაული მოხდებაო ჯერ წამოდგებიან ერეც ისრაელში დასაფლავებულები და საზღვარგარეთ თუ არიან წმინდა ადამიანები მიწას მივარებულები გამჩენიო მეხილოთ უკეთესო გამოქვაბილებ იცის ქვეშ და გამოყავს იქიდან მაგრამ თავს ამოყობს ერეთში და მე სწავლება მინდაო ჩემტანსაო რომ ამდენი იაროსო იწოციალოს შემატანმაო რო ვიაროთ სანამ ერეთში ამოყობ თავსაო მინდა რომ წესიერად დაბრძანებისას დაკრძალვისას და გავიძებისას გამოდიაროთ რო იყოს ყველაფერი მამა ჩემო ეუნება შემიძლია გოშენში დაგასაფლავო ერეთს გოშენ რა დაგიბრძანებს სეფერი იოშუაში არის ადგილზე რომ არის ორი ადგილი გოშენში ერთი იყო ეგვიპტეს ეკუთვნოდა მეორე ერეთს ისრაელის ტერიტორიას ეკუთვნის იმ ტერიტორიაზე დაგასაფლავებო რომელიც ერეთს ეკუთვნისო ჩაითვლები ერეთში დასაფლავებულათაო არა შვილო მაქანაც არ მინდაო ეგვიპტესთან ახლოს ვაფშე არ მაინტერესებს მეო გამხდია როგორც ღმერთად კერპად მოვლიან ჩემთანაო მაგათ ეგონება ეგვიპტელებ რომ აი კაციო იაკობი განთქმულია რომ იაკობა ვინ ულობეთ ხოსია იღებულია ხო ესე ცალკე თემა არის თუ მოსარია თითქოს ეს პირუშო რას გია იაკობლობეთ ეს არის ხალხმა რო იცოდეს
გემარაშია თქულება სეთაღანიჩი ეხოდა ბრუსელზე ზანა რაბი იოხანანმა იაკაკობი მამა ჩვენიო მკვდარი არ არისო სოციალიზმზე ითხოვს გიმარა რასაბრაკო აგერ წერიაო აიყვანენო აგერ ტანს მიხედენო და ბაინენო და ასაფლავენო და ატირენო სპედაობა ჩაუტარენო ამბავი ქვეყანა შემოდიხარ და ახალ ამბავ ამბობ კაცი სოციალიზმი დაბარღენო ვერ გავიგებე ითხოვს ამას გიმარა ითხოვს მე არ ვიცი ბევრიო რაბი იოხანანი ამბობს მიკრანი დორეში და მოყავს მუხლი ამისი რომ იაკაკობ აბინუ ლო მეტ ამას პირუში ჭირდება აფერ არის აფერ უნდა აუხსნა რომ იაკაკობ სოციალიზმი გამაგები აფერ არის კაცი დაასაფლავენ დამარყენ კადიშკი უთხრენ გაიხიენ დაიგრიჯენ 30 დაჭდენ ყველაფერი ჩაუტარენ რაც არის საჭირო ყველაფერი ხო არასვიდები თუ რაღაცა და მოდიხარ და ამბობ შენ ეს კაცი ცოცხლად დავარხედო და ახტება თუ მოსტარი მართლა არ ვიცი ამდენ მოსტარ არ ვიცი ხოლო მოდი ხა ეს არ არის ბოლოს უბრალოდ შენ დირექტორის მიზანი და ამიტომ ცოტა გავაგზავნოთ მაგრამ შვილს გეუბნება იაკაკობი ამას ეგვიპტელები რო გაიგებენო ამ თქმულებას რომ ეს კაცი ცოცხლად ითვლებაო ხო დაიწყებენო ჩემთან მოსვლას და კერპად და ყავოდაზარად მაქცევენო არ მაინტერესებსო შვილო წამიყვანე მიცრაიმიდან მამაშორ და მასაფლავე შინასაფლავებსა მამების ჩემისას იქ წამიყვანე ეუნება იოსები ანოხი ეხესე ხიდვარეხა როგორც შენ ბძანე მამიკო იგრეთ გაგიკეთები სოდეო იმედი გეკნესო არა ფიცი მამეციო შემოფიცე შვილო შემოფიცა აიშავალო და ეთაყვანა ისრაელმა თავს საკრავატისას ლოგინს თავს ეთაყვანა ნო შეხინა ბძანდებოდა ეკანა თაყვანი მისა გამჩეს მადრობას გიხდიო ჩემი სურვილი რო შესრულდებაო არ ჯეროდა იოსების რამბანი ბძანებს რაბი მოშე ბარახმანი მიდრაშიდან რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მიდრაშებია იოსებზე არ იყო მარტო დამოკიდებული აქ ფარყვარი აქ ეგვიპტეში მინისტრები ორი ხლა ასეთ რაღაცა რო ხდება ხება კაცი იაკაკობი რომელსაც სახელმწიფო გადაარჩინა ამის კაბზანება სხვაგან ხო იცი ხალხისთვის არის მაგარი მუხლის დარტყმა მაგარი მაგა კაცო ამ კაცმა სოფლიო გადაგირჩინა გაჭირებიდან და რო აბზანდა დამარხო დავასაფლავოთ ჩვენ უკურნალო მივხედოთ რაღაცა უკარნახოთ ამ ადამიანს რაღაცა ღირსეულად ხო შენ ეს კაცი მიყავს აქედან ხალხის გაგებაში ღირსება მიდის სახელმწიფოდან აი ამასაც ხო ჭირდება ცოტა დაკვირება ამიტომ იოსები ეუბნება მამას ვაი თუ მე არ მომცა საშუალება სახელმწიფოვაო ვერ გავატარე პარლამენტში ვერ გავიტანე ეს ამბავი რომ შენ აგამცანოთ აგიყვანოთ ელებში ამიტომ ეუბნება იაკაკობი შვილო შენზე არ დამოკიდებულიო ფიც რომ ამცემო შეგიძლია უთხრა ფარყოს ფიცი მაგ ამისთვის მისებულიო ფიცი შენ ფიცებ ამას და მაგაზე შენ ფარყო აღარ გეტყვისო რატომ შენც გაქვს მისცემული ფარყოსთვის ფიცი საიდუმლო ფარყოსი ხელში იკავია შენ რომელიც საიდუმლოც შენ რო გარეთ გეგეტანა ის კამს დაკარგავდა და პირველ კაცად შენ გადაიქცევოდი რა იყო საიდუმლო რომ მეტი ენები იცოდა ენები ლაპარაკი სხვადასხვა ენა იოსებმა ვიდრე ფარყო და იქ იყო კანონი ვინც ყველაზე მეტი დასწრებული იყო ენებში ის იყო პირველი კაცი სახელმწიფოში და შენ ფიცი ხომ მიეც მაგასაო რომ ამ სეკრეტარ არ გაიტანდიო ხაო შეგიძლია უთხრაო თუ ფიცის დარღვევები წავიდაო ყველა ფიცებოდა დაიღებისო ამითი უკვე შეეშინდებაო და უარ აღარ გეტყვისო მარტო მოხდა ბოლოსში ზუსტად ასე მოხდა ფარყოს ეუბნება მამამ დავაბრძანო არაო აქ დავასაფლავოთო ფიცი მოგისმულიო და აქ გაჩერდა ფარყო უკვე რომ მოისმინა ფიცის ამბავი შეჩერდა იმ წუთშივე ფიცი დაადებინა იოსებს და მართლაც ამ ფიცის შემდეგ ამწყდარებული იყო მამა იაკაკი მეორე პირუში კიდე კომენტარი
დიბლომატთან აიშიცი პრაგის რაბი წერავს ვაიომერი შავყალი შვილო ფიცი მინდა შენ დარაზე თუ იციო შენ რომ იოსეფი არ გააკეთებ დამაგვარ რასაც მეკითხავ ახლა მე ამაბზალე ერეთშიო მე დამგზალე ქვეყანაში ერეთში მამების საფლავში შენ არ მოითხოვო აქედან შენ რო წახვალა ქვეყნიდანაო შენც რომ დამაგვარი გაგიკეთონ არ დაგტეონ აქ შენც არ გამზანონ დაგასაფლავონ ერეთშიო რატომოდა შენი სხეული დაჭირდება ისრაელისშივსაო როცა გადიოდნენ და წლები როცა სხვასთან იდგა ისრაელიშვილი დაწერია დასერავს ბეხილთა აი ამ რაბაიანოს ბევრი იმჯელენ ხალხი ბღავის პირის როცვილობს გამჩენთან იწეწებიან იგლეჯებიან აგერ ჯარი მოდის ისრაელების უკნიდან ზღვა წინიდან სადა გაიცენ ზღვა არ განახევრებულა როდის იყო გაიფო ზღვა რო დაინახა იოსების ხედარი ნუ ამაზე სამკე დიბერტორ არის რომ მივარ ბეშალახში ბეროლედერ ამას გავაბიუშეთ რა თქმა უნდა და ამიტომ ეუნება იაკაკო მე წინასწარ ვიტყობ ეხლაო რომო შენი თავი ჭირდება აქაურობას კიდე ცოცხალი და როგორ ცოცხალი ასე გუდარიო შენ არ გააკეთო შვილო მივაკეთე უთხრა იოსეფა მამას პაპაო ანოხი ეს ეხიდვარ ეხა მეც გავაკეთებ როგორც შენ მემთხოვეო არა იცი მამეცი რომ შენც აღარ არის მე კი ამაბძალებ შენ კი აქ დარჩა შენი თავი კიდე ჭირდება შენ ძმებს მკვდარი მიცვალებულიცაო იჯობნია იოსები მკვდარიო ვიდრე ზოგი ცოცხალი ხელა ბრძანდებოდა იოსები ფიცინიცა გამჩენს თაყვანცებს იაკაკობი რაუდის თავზე გამჩენის შეხინა დაინახა აქედან სწავლობს გებარა სხვადასხვის მსხეთ მედალი უნდა იყოს აქედან სწავლობთ რომ ყველა ავადმყოფ ადამიანის ზემო თავთან გამჩენი ბრძანდება იმ წუთში როცა ავადმყოფს ამიტომ არის კაცი რო შედის ავადმყოფთან თავზე არ უნდა დადგეს არა გებარა ბრძანა უნდა დაჭდე რატომ რო არ გამოჩდე შეხინაზე გამჩენზე მეტი მაღალიო გამჩენი ბრძანდება იმ წუთშიო ხავიახონ ისი დაპერწკალი შუქი ხო ხლა სოფლიო სავსეა გამჩენის ზარი ხო გამჩენის დაპერწკალი შუქი ადამიანის თავთან ამანტყოფთან გვერდში რო შვილო მე ვარ შენთან ადონაი ისყადენ უყალერეს დევაი ასუქია გამჩენი კი შვილო ამოგიდგება გვერდში ამ გაჭირების წუთებშიო და გამჩენი ყოფა იქანა გამჩენადაც იყოფება შენ მაღალი არ გამოჩდეო დამჯარი იყავიო სხვადასხვის საქართველოში დიდი რაბი რომ ბრძანდებოდა ქუთაისრაბი რაბი ხამხავილია შვილი თვარსები 80 დიოდა იცაგვა შემაძმა გამოუშვა არამედ რო იყო ცხაგაგულა იმან გამოაქვეყნა ჩერეს შას პარტიიდან გამოდიოდა ყოველკვირეული გიბერნატორები წვერის წყარო და გამოდიოდა ხანდახან ეს იყო ყოველ სამთოში თუ რაღაც ასეთი ჟურნალი ჩვენი საუნჯე და იქ მაგას დაწერილი დიდი ხნის წინ რამდენი წელი გავიდა 30 წელი ახლობით ნუ მაშინ მაგ დაწერილი ეს რასაც ახლა იქ შეკითხვა მოვიდა ჩემთან ასეთ მაშინ რაბი ხამხაველიაშვილის გადაწყვეტილია ასეთი ალახა ქუთაისში ასეთი გადაწყვეტილება მოაწოდა თორაში ჩვენი მინაგი არის ყველა ცნობილია რომ სეპერტორები ამზადებთ და სეპერტორების გამოგზავნებისას ბავშვები მოდიან სანდრები უკავიათ ხელში ვიცი იქანა ცეკვა თამაში მიდის და ყველაფერნაირად ვამხევრებთ სეპერტორებს და ბავშვების აყვანაში ბავშვების მომაღლებაში ზოგმა მშობელმა ბავშვები ჩამოისვაო თურმე ხებით ასე დაიკავა მამებმა ბავშვები ფეხებით რამაზა და სეპერტორები როცა გვამენ მამები ცეკვამენ შვილებთან ერთად ხამხაებისა უგზალია არ შეიძლებაო ხალხაიბა სიდან მოიტანაო ხლა არ ვთქვია იქ არა საქართველოში ამა თვინ ჯამადის თვინ სიდან არის ამის მუხლი ალახიდან და შემეკითხენ მაშინ მე მაშინ შეკითხვა მოვიდა ჩვენ რედაქციაში სიდან არის რაბი რო გადაწყვეტა ეს რომ მოვიტანე მუხლი ვიტავი ხედავ გებარაში რომ ავადმყოფის თავთან გამჩენი ბრძანდება ამიტომ უნდა დაждდებით შეყვან
უნდა დაუჯდე გვერდში და არ უნდა ადგე ფეხზე, რო არ გამოჩნდა მეტი მაღალი, გავიახრო შეხინაზე, სეპერტორები სადაც რომ არის, შენც უნდა დაიდავლო თავი ადამიანო. ნუ იხტუნაე, ბავშვებს მოაწევ, ნუ ამაღლებს ზემოთ, ვითამ სეპერტორაზე მაღალი ვარ. ყველაფერი აქვს თავის ადგილი. ამიტომ ეს რეკოლ დავარ მაკომ, რაბის გადაწყვეტილება ალბათ ეს მაშინ ანახეთ ერთი რაბი დიდი რაბი, არასი ხაკო იკუკ, რხოდის რაბი რომ ზანდება. ირაბი ზანდება, მანაც შენიერად. და ვერ გამარაბება რა თქმა უნდა კიდე მე მაგაზე ბევრი მაგ დაწერილი ხოლმე მაშინ ეს დავწერე მოკლედ ნუ ბევრი ადგილი არისო რაღაცას წერავდი პატარა-პატარებ და ეს მოვიტანე ალახაში გადაწყვეტილი რომ რაბის გადაწყვეტილი ჩემი დაწერილი არა ხო კი ფასაქტიც მე გადაწყვეტეს ხო და რაბის ნათქვამი ნამდვილად ასე არ არის მიზანშეწონილი სხვადასხვის არ არის მიზანშეწონილი ლოცვებში რო ადამიანი შემოდის და ფეხი ფეხზე ზოგიერთ უდებს საქართველოში ამას უთხილდებოდით ხელების ასე ხელების უკრინდა ასე სიარულის ალოცავში განგსტერი არის ზოგიერთი შედაროთვილო ხონდა იცოდეს სად გახარ ვის წინაშე გახარ დავიდი რა ფერ ამბობს ელბეთ ელოკი მიალე ბერაკეში გამჩენის ოჯახშიო შევდივარო ცოტა სხვანაირად შეხვიდე ადამიანი თავი უნდა დაწიო ადამიანი უნდა მიხედო გამჩენის სამსახურს სხვანაირად არ ნუ ამაღლდები ნუ იმპარტავანები გამჩენთან დაიდაბ შენი თავი და იცოდე ვინ არის ის და ვინ ახარ შენ შინარსი ამ ყველაფრის ერთია გადის დრო 30 დღე გავიდა ამის შემდეგ თუ წელიწადში თუ არ რამბანი სიტყვებით რამბანი არ ამბობს რამდენი წელიწადში მოხდა ესე რომ იაკობი იოსებთან ამ ამბავ კეტავს რომ მე წავალ ამ ქვეყნიდან შენ დამასწავლე ერეთში ვაიახარე ადებარიმაელე ოდის მახარობელი ეუნება იოსებ იმე ავიხახოლე ამაშელი ამყოსო ოისტინას ვაიაგეთ ვინარი ვაიომერლე იოსებ ვინარი გამცხადებელი ვინარი არ წერია რაში წერავს ამაგით ვინც იყო თქვენი მომტანი ამბავს მიდრაშებში ვინახია მენაშეზე ალაპარაკი იოსების შვილი რომელიც მსახურებოდა ან მენაში ან ეფრაიმი მსახურებოდნენ ბაბუა იაკაკო როგორც არის მოყალილი და მოდის ერთი მაჩორის და აბაო პაპაო ბაბუა ჩვენი ავანტყოფსო ნუ განსხულია გემარაში პირველი ავანტყოფი მსოფლიოში ვინც რომ იყო ზანდება იაკაკოვაბი მანამდე სიტყვა ავანტყოფობა ადამიანის მსოფლიოში არ არსებობდა კაც მოვიდოდა მისი დრო გაგორდებოდა ქუჩაში ჯამთერად იყო ბოლო წუთამდე მოვიდოდა დრო წაიქცეოდა კვდებოდა რაკნა იაკაკოვა მოხობა გამჩენს ადამიანებმაო მაინც მოასტრონო შვილმა მოვალ დაუბარონო გადააბარონო ამ თუ ვინეს ვალი გვაქვს ამ თუ ვინეს ჩვენი ვალი აქვს აიგე ცხოვრება ადამიანობა რამდენი მაქვს სადმე შენახული იცოდე შვილმა გაიგო სწორმა ოჯახმა ხო არის ანდესები ცხოვრების დასაბარებელი დაგებები ადამიანმა ცოტა იზნოსო იაკობა თქო გამჩენ ისეთი რაღაცა ჩამოვაყალიბე ამ ქვეყნათაო კაცი შესუსტესო გადასვალების წინეთაა რომ იზნოს რომ მისი დღეები ახლოვდება და მოვიდა ეს პირველად იაკობ თვითონ და ამიტომ წერია თორაში იაკობი ავანტყოფობს ეს გებარაში განსხულია ეგრეთ წინებით აიყვანა ცეფა მისი ორი შვილი მასთან ერთად მენაშე და ეფრაიმი გაუცხადენ იაკობე უნებიან აგერ შვილი შენი იოსები მოდი შენ თანაო იოსები და იაკობი ერთი ბედის იყვნენ ორივენი გადამბულიო თუ იაკობი ბრძანდება ნეშთამა ადამიანს იოსებში იყო იაკობის ნეფეში ვისოდეთ მიაგავდნენ მამა და შვილი ერთმანეთ ერთი ერთზე სახით შეხედულობით თავგადასავლით ხამის დიბერატორაც კიდევ ამბობ ყველა დეტალი გააჩნია გზელი დარაში ხოლო აქსიომა მივიღოთ რომ ასეა დამტკიცებები არის ბევრი ალახაბზანებს გემარაშია მოყარილი თუ კაცი ავანტყოფი აკითხავსო და თუ არიან ის მიმკითხველი მარი მამსულელი კითხველი ამბავის და ის ავანტყოფი ერთ ბედზე დაბადებული ადამიანო შენ რომ მასთან შედიხარ რაღაცა პროცენტი გამოგაკის ავანტყოფობა ეხლა მიშიში ერთი 60-დანაო ამოგაკი მისტანიდან ავანტყოფობა ცოტა უნელებ გაჭირებას ძალას აძლევ სიცოცხლის უნარს უმატებ სარი მხელა ძალა
ავტყობთ ამის ვას. რადგანაც იყვნენ ესენი ერთი ბედის მამა და შვილი, ერთ ბედზე მოჭრილი, ერთ ვარსკვლავზე დაბადებული, ერთ დღეს დაბადებული ორივე. და იგივე რიცხვებში სასწაული ზნობა მიიღო იაკობმა იოსების შემოსვლით და ამიტომ წერია თორაში, რომ შემოვიდა იოსები მასთან, გამაგრდა იაკობი დაჭდა საწოლზე. ეუნებიან იაკობს, იოსებს. ინე ავიხახოლე. ინე ეი ნუნ ეი. ამდენი არის ანგარიში 60. ზუსტად 60. მე რო წერია იაკობმა დაჭდა კრავატზე ლოგინზე, რა წერია იქანა? ვაეშევყალ ამიტა. აფერი წერება ამიტა. ეი მემ ეთ ჰეი. ამდენი გამოდის 59. ესე იგი 1-60-დან წარვა. ამანყობა? დაუნდები. გემრის სიტყვებიო, აი ახანა აფერაში ჩასული. შემოდის შვილი მამასთან. შემოდის. ვაიომერი იაკობ იოსებ. ეუნება იაკობ იოსებს. შვილო. ელო შადაიმ. გემემეცხადამე. შინა ლუზში. შინა ქვეყანას და ქენაყანისას. დადამლოცა დამაკურთხა მეო. ენგრეთ მიბძანა მე უფალმაო. მაშვინ მე უკვე შვილები მყავდნენო. მყავდა შვილებიო. და მეუნება გამჩენიო. ინენი მე შენ გაფუებ და გამრავლები წოდეო. უნთათიხა შენ მოგცე მე კიდევ შენ ტანიდან გამოსულებიდან შენ შვილებში ერთი რომელსაც რომ ეყოლება 2 ტომი და მისი შვილები ჩაითვლება თუ გინდა შენ შვილებათაო და ამ ქვეყანას ვაძლევ მე სამუდამო და სამკვიდრებლად ერსა რომელიც რომ გამოდის შენ ტანიდანაო აიხლა შვილო ჩემო იოსეფო მამაიულება მე ხო მაშინ 12 შვილი ყავდა ამ შემა ხო ვიცინას 12 ყოლა რომ შენ შვილს ეყოლება 2 შვილი და ის 2 ჩაითვლება შემეტევშიო ეს შენი 2 ვაჟებიო რომლებიც რომ დეგება და ეგვიპტეშიო სანამდეც მე აქ მოვედი ეფრაიმი და მენაშე ჩაითვლება ისრაელის ტომებში როგორც რეუბენი და შიმხონი შენ თუ ერთი იყავი დღეიდანით ცოდე რომ 2 ითვლებიო შებატიმების სიაში წერება იოსეფიო ჩაიწერება მენაშე ჩაიწერება ეფრაიმი ლევიც არ ჩაიწერებაო რადგანაც გამჩენილი გამოყოფილი იქნებაო დარჩა რამდენი თლიანად 12 შენი შვილები ჩათვლით 10 ლეა და რახელის შვილები დანარჩენი ზიფატილა სულ არიან 10 შენი 2 შვილი 2 დეემატა შენ და ლევი გამოყოფილი ხართ იმიტომ თქვენ აღარ სხვანაირი დონე სხვა ადგილზე სხვა რაღაცა გეკეთება ამას ეუბნები ხლა დაუკვირდით კარგად ეს მინდა რომ ეს ნაცვლები მინდა რომ ცოტა ხმად აგიხსნა და გამოვშო დაუკვირდით მაგრამ აქ მეორე სეკრეტარია ძალიან ელ შადაი ნირა ელაი ღმერთი შადაი გემემეცხადამე ლუზში შინა ქვეყანასა ქენაყანისას როდის ხდება აი ამბავი როცა იაკობა ბინუ გადის ერეციდან მამის და დედის დავალებით წადი ხარანში ლაბანთან სოლი მოიყვანე მის ქალიშვილებიდან და მიდის იაკობი გზაზე გადის მაშინ ვიცით ჩვენ ეს ვისწავლეთ იაკობს თითმარი დესიზბრა და აგერ დაინახა რომ კიბე არის დამდგარი დედამიწაზე თავი მისი ეწურება მაღლა უცეს და ანგელოზები კი ადიან და ჩამოდიან ასე
რა დაინახა იქ იაყაკობა სიზმარში დაუგვირდი ელ შადაი ნირა ელაი გამჩენი დაინახა რა წერია იქ ვეინე ადონაი მით სამყალა ყველა დაინახა ფილოზები აკიაჭყოდია კიბები დამდარი თელი სამყარო მაღლაურობა დაინახა თელი რეკიტიბები ყველა მოთაბია აცილუთ ბერია ეცირა ყასია ზე გაიჭრა განახევდა ცები ყველაფერი შედის და ჯო ხედავს იაყაკობი კაცო ეს კიბე ბოლომდე მიდის საკამდე მიდის ქისი აკაპოტამდე შვილი სამყარო ამ კიბემ გაჭრა და ღმერთის ტახტთან ავიდა ბოლომდე დილეთ რო დგება იაყაკობი რას ამბობს აირავა იომარ აიძახა შიშიდან კალებული კაცი დგება ახენ יש אדוני במקום הזה, יאנו חילויה. מאו, כבי סודי רומו פלי, גם כשנגמרתי סתחתי, רוח סבוב סתח זמות, תחת פוליאריס, גם כשנסתח זה, סחודה סחונה איני, אורטרדבי, סכיבי סודי כרגעת, ביחבו לי בק, בבואת שמידן, אבל למידן, נסתיו לי מעמד שמצחק גידנאו, תורה רק נסתיו ליו, שמקבל ישיבש, תחת מציא לצעתי, קרגעתי סיו, וינריאן זמות חקרו לבי, במצרום אריאן, שור, אריה, נשר, אדם. חרי, לומי, ארציבי, אדמי. אדמיין. חולות, אדמי. וינרי, כמות שאולי קצור ביובש. מנגונה אומבוס יחקובי. פירבל אדם יעשה כותרות, אדם הראשונס. מיסי פורטרטי דליש, תצמות. תו הראיס. מיסי אלידה גם עשו לי, מיסי שבילי. שתי, תסמי שבילי. ואי הולד אדם, תורסטריה. Тогда бада Адама, мистим сгаусти, мисти целеби, сустат мама мисти ягавдашен. Арашетия. Ту арашети минава, დიდი ხარი. ხანოხი. ცოცხლა დაიყვანა გამჩენმა. ხელა კადოში გაც. თუ არა მან, მე თუ შელახი. უცოდო წასული ქვეყნიდან. თუ არა მან, მოდი, ნუახი კაცობრიობის განამჩენი. თუ არა მან, შედანოცვილო. ნუახი შვილი შემი. ამ ხელა კაცი იზამდებოდა. თუ არა მან, აბრამი ბაბუაჩი. თუ არა აბრამი მამაჩემი ცხაკი არც პირველი არც მეორე არც მესამე ლო ადამ არა ადამი არა შეთი არა ნოახი არა შემი არა აბრამი არა იცხაკი ვინ აურჩევია გამჩესდაო იაყაკობიო ახენ יש אדוני במקום הזה אכן סרי סמי בוקווה א' פיקה פידנוני קרוב נשר סמי יש מצודיו ואנוכי מרום אבל גם שן אמור שאולי כסובריו בידן מה שיחס בו סולמדה שם סורת זמות הרי פוליו בסתר מכונאו ואירה ויומר ששינדה די זכה וסשנה בלי אריס סדלי בסתר אופילם חולות ופליסחלי די סתרי צ'שטרי מגלה ורציסאו ליחקוב אבינום ראנה הייקה שלו דעת אז יאנו ראנה גם שלו דיין הכי גרגתאו שלו גשיניהו צב חרחלה הוא פטרונותאו מגדבולי ביתאו הוא קונה בוטאו שניצילי נחרו שניסורתי עד שתנקוד נגלאו שנאריקציה ארגום בגדבאו שראיצי רגץ כדיגאו שנחר מובלנה הופך ניסאו שנחר ממאבלי בסוף ליוסיו שנחר נשם האדם איסו שנחר אברהם יצחקי דן כמוסוליו אמור שאולי כסובריו בשיו יעקב שניצילי נחרו איי אסחר שכן אנחנו גם תשימה נתוצא לתורה שלי והנה אדוני ניצב עליו מה כזה לברקוס יעקב ששביל עצמך כל הפרק מגלאורשי מארציו דבלאורשי צאו תקצובריו בשיו אברהם שמעו לו בבאס אז חזי גאוסיו יסודו נסיק אסיגו רוצה יעקבי גדיס לבניס תחליסקן פירבל קספלסה מאורצ'ר לבניס תחלידנו גם אודיס יעקב רושם אודיס ארצ'י ארדאיגיבי אדגילזה חומומידה יעקב עדה דאס חזתי თავის ნედერი გამჩნდა სიტყვა შეასრულა გააკეთა მიზბეახი აიაცე მიზბეახი მეცადა გამჩნდა მეორეჯერ რა ნახა კიდე გამჩენა იაყაკო ედა იგივე სურათი
დაინახა მაღლაური ტახტი გამჩენის. დაინახა იქანა ლომი, ხარი, არწივი და თავის სურათი აღგობის. სად არის ჩასმული ამ სიტყვებში? ელ შადაი ნირა ელაი. ელ ალელ. არიე. შადაი შინ. შო. მერე ნირა ნუნ ნეშე ელაი ალებ ადამ. შენე. წასული ადამი იხარ ზემოთაო შენ გვერდით მეორე მერქაბარ ვარიო სურათი ადამის ვინ არის არჩეულიო შენ შვილებიდან არის ერთი არჩეული წოდეო შენ შვილებიდანაო ვინ არის ზე ჩვენ ვიცით იოსები შორ შენ შვილებიდან არჩეული ფასი წოდეო ლა კას ზეკრედია ეი შვილო იოსებ დაუკვირდი მარას გეუნებაო იაღაგოიო გამჩენი პირველად როგე მემეცხადა მეორედ როგე მემეცხადა სეკრეტი გამიმხილაო რომ ხარი რომ არის ზემოთ მსგავსი ხარის ძალის დაბლა ქვეყანაზე შებათი მევიდან შენზე დაიწერება და ამიტომ წერავს იაღაგობი როლოცავს ახარ ბეხორი დედის მხრიდან ხარის ძალა მოხდა შორბათი არ გაკლია შვილო შორბათი ისი სილაბასზე არა ლაპარაკი ამ ქვეყნის სილაბასზე რომელიც დღეს არის ხოლგატრება შიგნით ურის სილაბასზე კაცრობა ღმერთთან მიკვრა მის სამსახურთან გვერდში დგომა შენ ახლა შვილო შენ ხლა შვილო ჩემო რადგანაც გამჩემეს გამიმხილა მე შენ ახარ გამორჩეული შვილი ჩემთვის და გამჩემაში მითხრა მაშვენი მეორე გამოცხადებაზე ხედავ ამ სურათსაო აი ამ ბავშვიდან დაბადებული გეყოლებაო ორი და ორი ჩაითვლებაო შენ შვილებათის ამიტომ შვილო ეს შვილები შენი ჩაითვლება ყომებშიო თქვენ ამას მოუწყდები ბოდიში თქვენთან ვასე ცოტა იმას შევედი მაგრამ მოდი ერთი საინტერესო ამბავ ზუსტად ამის გაგრძელებას შემდეგ პარაშაში გადავხდები ცოტას და მე დავუბრუნდები თუ რომანსებს საშუალებას დავუბრუნდები ხლა მივდივარ იმ სიტუაციაზე რომ იოსიაღა მარტა გადაიცვალა წავით მოვიდა შვილებმა ყველაფერი მჯერენ ჩაუტარენ აი მლეულო არ ბაგინიო 40 წელი 40 დღე ჩაუტარენ იქ დაატირენ მას ეგვიპტელებმა 70 დღე თლიანად პაჩი თლიანად შოში მეოდ ხო 30 და 40 თლიანად 70 დღე თორა წერას როცა რომ ჩაიარა მისმა ტიბის დღეებმა ოჯახსთანაირად დაეუნება თუ ვიპოვნე სიყვარულობა თქვენ ფარში ფარყოს ოჯახი ლაპარაკება არა ფარყოს მარტო ოჯახთანაც მიტან ამბავე ნიაწექით ელაპარაკეთ მამაკვენსაო ელაპარაკეთ ბატონ მეფესაო და ბერუნა ბეოსნე ფარყოლებო აბა იშბიხანი მამაჩემ ფიცი დავადებინაო რომ დავასაფლავ მე ისად მე კივრი ჩემ საფლავშიო იაღაგობი ეუნება ჩემ საფლავში რომელიც რომ გათხრილი დავტევე ჩემთვის გამზადებული შინა ქვეყანას საკენაყარისას იქ დამასაფლავებ მე და ეხლა კი ამეცით საშუალება ავიდეაც და დავასაფლავ მამა ჩემი და დავბრუნდე არ ყოეუნება ფიცი გაგდადებული სიტყვას არ ვიტყვი აბზანდი ასე უკარნახებს როგორც რომ ფიცი დაგადებიდა დავიდა იოსეფი თანადასასაფლავებად მამის მისი სტატის დააყვენ მას ყოველი მინისტრები ხმები ფარყოსიო წვერთეთრები მის ოჯახისა მოხუცებიზე უხუცესი ხალხი
ნასწავლი, საერთოდ უხუცესი ნასწავლი, დოცენტები, გაზდილი ხალხი, კარგი, დოლათიანი ხალხი, ნაგები ხალხი. ვეხოლ ზიკნე, ერეც ისრაილი. ბრევლიდანაც ხალხიდანაც. თუინე იყო დიდ ღირსებაზე, ორხენდინები, ნასწავლები, ხოიცი, განათლებული ხალხი, ექიმები, სულ ყველა ხატორები დიდი ხალხი მიწარია, აი ნასწავლი, ლიტერატურა რო იტყვიან, ხოლო მილუმადინ, სულ ყველა გამოყვიან. ვეხოლ ბეთ იოსებ. იოსების თელი მთლიანი ოჯახი. თელი მასშტაბი. ისინი ძმები, მამის თელი არემარე. მარტო პატარა წიწილმუდე დატევედი მიწაში. თავიანთი ქონება ცხოვრობ, ყველაფერი დატოვა რა თქმა უნდა. აი აღალყიმო, არა მარტო ხალხი რაოდენობა, ეს 1000-ობით, 10,000-ობით ხალხი რო ავიდნენ,ო, ამენ იაყანკო, დასაბრაებასე. სხვადასხვა მიდაშტერია. გამოდი რო ნახა იაყანკოვმა, კაცობრიობაში არავის არ უნახია. რაც გაუკეთე მას გადაწყვეტილებას. გამრეხებ გამპარაშინ, სუყელანი, დაუკვირდი. გამრეხებ გამპარაშინ, მარკა ფოსნები, ცხენოსნები, ჯარისკაცები, დაიყო იგი ბანაკი მძიმე, ძალიან მეტად. კაფედ მეოდ, აიავოუ, ეგვიპტელები, დაუკვირდი კარგად, ხანსიტო დაუკვირდი. დამივიდნენ, ვიდრებენ ახსა, იმის ეკლებისასა, გორენ ატად. გორენ, ვენახი. აგლამ, ეს ვენახი არის ირგული, შემოყრული, კოცინე ბარკანი. მოსკი ატად. ატადი არის ეკლე. ეკლებით, შემოსილი, ჩაცმული, დაზღვავებული, შენახული კუთხე ამ ვენახის. კაცი ვერ შედის გამოდის. ირონყვი ვერ შევა. იმდენი უყურებენ ეგვიპტელები ამას. რა არის არგილიოს არ მომედითო. თუ ვენახი არის და ვინე ჭამს მაგიდანაო? რატოა ეკლები გარიდანო? რაფერ არის ესე ვერ გავიგეთ. ეკითხებიან ამ ხალხ მაცხოვრებლებ რა არის ესეო? რა წესი გაგვეოდა? არ გვაქვს ეს შენო. აბა ეს ვენახი ვინ გააკეთა ვინ არის პატრონე? ხო არის ვინე აზრი ხო არის რაღაცა ამ მოქმედებაშიო. ჩვენ ვენახი არა სოდეს. სასწავლო. ვენახი უცბად ეკლებიანი ერთმანეთს ეუნება ეგვიპტელები. ჩვენი ახლა სასწავლები უყურებთ რაღაცასაო. ვენახი არ ყოფილა და კაჩდაო. გამჩერი გველაპარაკება ჩვენ მიშნე გვაძლევენ. ვაი თუ ამ ადამიანის გადაცვალებით ამან შეაჩერა შიმშილი ჩვენ ქვეყანაშიო და ეხლა ამის აქანა მობრძანებითაო დამთავრებულია ჩვენი საქმე. ჩავა დაგუჯდება ყველაფერი. ხა ამათმა რო დაიწყენ დაფიქრება. დაუფიქრდნენ რა პრობლემები გადაარჩინა იაყაკობის ჩამოსვლა მიქავრობა. შემოსვლა თუ არა იაყაკობის გამხმარ ქვეყანაში, განადგურებული, უწვიმო. დააყენა თუ არა ფარგო ნილოსის წყლებზე, სადაც არაფერი არ იყო, ამოვარდა უცბად წყლები ამოდის. ამოტირდიდა წყლება და იაყაკობისა იმ დღიდან აღარ ჩასულა ნილოსი. ხლა რაც იაყაკობი გამოამბზანენ მოდის ამბები მიცრაიმიდან ეგვიპტედან რომ ნილოსმა დაიწია ხელახლათო. ვაი. ხლა უჯდებათ ამა თავში. ნილოსმა დაიწია. აგერ ეკლიანი ვენახი გვანახა გამჩენაო? რაღაცა ხდებაო კაცო. ეს არისო, ვენახიო. თვითონ ეს კაცი გზანდებოდაო და ეკლები ჩვენ ვართ. და აქამდეო ეს თუნეს წმინდა ადამიანი ეკლებიან ხალხი იყო შემოკრულიო და ეს ჩვენ გილაპარაკება რომ შაბათ იქნება დღიდან ჩვენი საქმე. აუგვირდი. დაიწყდა ჩვენი იაყაკო. ტირიან, ხავიან. მაგრამ არა იაყაკობზე მარტო. იაყაკობზე ცრემლი ჩამოდის, ყველაფერი კარგია, მაგრამ სინამდვილეში თავიანთი შიგნიტური პრობლემაა წვეთს. ვარბინან თუ დაიმხო სახელმწიფო ხელახლა. ვაისპედუ შამის პედ გადოლვე ხაბეთ მეოდ. ჩაატარენ გლოვიერობა ძალიან დიდი და მძიმე მეტად. გემარამ ძანებს ასე ცოტაში 13%-ზე დადგინა გემარამ რა არის ხაბეთმეოდ. ვირებმა და ცხენებმა დაიწყდნენ. რაიცის ვირმა და ცხენმა შენი იაყაკობი ვინ იყო მითხარებში. მაგრამ ვირმა ერთი რაღაცა იცის. როცა უცბად გაქრება შუქი. სიმრელე ჩამოწვება, ბუნება ისწულება, სოფლიოს რაღაცა აკლდება, ან რაღაცა როალეხემ. ცუნამი რომ მოხდა, ცუნამი.
ვინ იყო პირველი რო გაიგო ცაკა ხო მოხიალება ხო დაიწყენ ბღავით კირილი მაგათ ძნობა აქვე ამათ არიციან შენი იაკაკობ ვინ არის მაგრამ ბუნებაში ცვლილებას ხელად ზრობენ ამ ელაპტარის შაქრობა ამ კედუშის დასაფლავება პირუტმაც იზნო რომ რაღაცა დააკეთა ტირიან და ბღავიან ვაიაყას ლეავივ ჩაუტარა იოსებმა მამას გლოვიერობა შვიდღიანიო ისე გულამდე მიიკარა ქენაყანის ხალხმა მისრიელების ეგვიპტელების ტირი და ბღავილი და არქენი მადგილსა გორენატად ასე და არქენი მადგილს აი ვენახი ეკლებიანიო რომელიც გამოუჩნდა ეგვიპტელებსაო და აქვე სახელად შერჩა ბოლომდე ამ ადგილსაო ვაიაყასუ ბანავლოქენ შეუსრულენ შვილებმა იაყაკოს როგორც რომ დაავალა მათ მამამაცმა რა დაავალა იაყაკომა შვილებო 12 შვილი მყავს შვილებიდან 3 განაწილდებითო ლევი არა გამჩენის მოსამსახურე თუ ყავს ანიშნულიო იოსები მეფე ბრძანდებაო არა ტვირთოთ ტვირთი არ მიცეთ იოსებსაო დანარჩენები 10 ჩემი შვილები 2 შვილი იოსების 12 ყველა კუთხეზე დადგებითო 3-3-იო დაიგეთ ამობრძანებთ მეო ყოველთვის იქნება სმენები დადგება ერთი ჯგუფი 4 კაცის მერე იცვლებიან მერე კიდე და ასე შემდეგ სანამ დამაბრძანებთო სიმსაფლავში სადაც რომ ნაკიდი მაქვეო რომელიც რომ გავცხარებეო რომელშიც რომ ფული ჩავყარებეო ესა ქვეყანა ფული მიცა იაგომა რაშის პირუში ნახე და დილზე იდრაშრაბა ესა მოვიდა იაგომა დაუყარა ქვეყანა ქონება კიდე მეორეჯერ აიშენეს ხოლო არ გეკნეს მაგ კუთხეზე მაგ ადგილზე აღარ იყოს ლაპარაკიო რატო ესა ვარ ესავი შვილი არ იყო მაგრამ იცოდნენ მაგათ მაგრამ ეს ადგილი ეკუთვნოდა მარტო ვინც იყო ადამის ნეფეში რუახი და ნეშანი ეს არის სეკრეტი ამ მეყარად ამ ყველა სეკრეტი ეს არის ამ წმინდა ადგილის მონაკვეთის სადაც ბრძანდება დასაფლავებული ადამი და ხავა აბრამი და სარა იცხაკი და რიბკა იაკობი და ლეა სეკრეტი არის რომ ყველა არიან დაკავშირებული სტულით ნეფეშით რუახით ადამ და ხავას ზესო მარტო მაგენი სხვა კაცობრიობიდან მაგანა ვერ ეხირსებოდა აი ეს არის ამიტომ იაკობების ზარი ადამის პირდაპირი ნეშამა ამიტომ იაკობი მაინც ფული დაუყარა ხო იცოდა ესავას ხო გაუხირა ბაბუ აბრაამა ბავშვობაში ამ ადგილზე იაკობი ეკუთვნისო თუ რეშამა ყველაფერი იცოდა ესავი დიდი ნასწავლი კაცი იყო თორით იცოდა ბავშვობაში თორას სწავლობდა რაც გემარაშია კიდუშიში მე 18 წელზე ესა უზახიან იეუდი მუმარ გემარა გემრისიტყვებია ესა იეუდი მუმარია ადგილად ალბულა ის ითვლებოდა ისრაელად რომელსაც ჯული შეცვალა ხოლო ისრაელი ითვლებოდა ბოლო დღემდე დაბადებული ისრაელად ისრაელი წავა ამ ქვეყნიდან ვერ შეცვლის ვერაფერი იცო რაც არ უნდა შეცვალო მოცვალო შუნდავა ებრაელია ამაჩა არ უყარს ეს სიტყვა ებრაელი სულმუნე არ თქვა ებრაელიო ისრაელიო ჩვენ რაბები ასე ამო ისრაელია ამიტომ იაკობა იცის სეკრეტი რა თქმა უნდა ჩემი ადგილია მე მეკუთვნის მაგანაო გაუგეთა შვილებო ვაიაყასუ ბანავლოქენ შეუსრულენ ასე ატარებდნენ თელიქსა 700 კილომეტრით ისრაელიდან სანამ მოაბრძანეს იცვლებოდნენ რა თქმა უნდა სპენები კეთდებოდა შესწავლების დრო იყო შემოვიდნენ ქვეყანა ხალხი ვინც რომ იყვნენ ქენაყანის მეფეები იშმაყელის შვილები მეფეებმა თავიანთი კეთარიმები თაჯები დადვენ ცხედართან აი იოსებმაო დადვაო ჩვენცო ფერმა ყველა შევერთა და დიდი ქაბოდი ჩაუტარენ იაკობ ამინოს დიდი ამბავი კარი ამთავრდა ჩაიარა ცერემონია ოკეი იაკობი არ მინდა რომ შევიდე რაც მოხდა იქ შეეშ ამბავ კიდევ ამ ყველა წერტილი დარაშები ქვეყანა
რა მოლებს ამაზე რომ ვილაპარაკო თელი ორი კვირა ვერ ვილაპარაკებ რაც ამ ფარაშაშია რა მოლებს მაგრამ გავაგზავნო დალში კარგი ვაიაშო იოსებ მისრაიმა დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში ის და მისი ძმები და ყოველი ის ხალხი ვინც რომ აყვნენ ავიდნენ მასთან ერთად რომ დესაფლაებინათ მამამისი უკანით იმისა რომ დაასაფლავენ იაკობი სუვერანი დაბრუნდა ხელახლად დაბრუნდნენ ეგვიპტეში ხლა რა ხდება აქ საინტერესო ამბავი იოსები რო ბრუნდება გზაზე ეგვიპტესკენ ძმებ მოუხმო დაიყვანა გვერდზე და ეუნება ბოდიშიო თქვენთანავ მაგრამ იორმო სიდანაც მე ამიყვანე თქვენ ჩამსვიტო შიგნითაო და მე ამიყვანენ იქიდან და გამყიდენ მონათაო იადგილი იორმო იკუთხე მინდა რონაყო შეგიძლიათ ამ გზით დავუყურდეთო აუგვირდა მათ მიდიან იმ ადგილისკენ მივიდა იოსებმა დადგა ორმოზე ზემოთ ჩაიხედა შიგნით რაღაცეები ლაპარაკობდა ბრუნობდა გამჩენ მადლობას უხდიდა მადლობელი ვარ უფარო რომ გადამარჩილი ამ ადგილზე როგორც ალახა კაც თუ სასწაული გემართება ალახა ბრძანებს ო ჩაივილი იმ ადგილზე სადაც სასწაული გემართა გამჩენ უნდა მოხადო მადლობა უნდა მოხადო მადლობელი ვარ უფარო ამ ადგილზე სასწაული დამართე მე ზიანა ჩვენ თორის დინით როჭეხვარი მადლობას უხდით გამჩენ ამაზე ქებადიდებას გადარჩენა არის მადლობა 4 ადამიანია რომელიც გადარჩა ცუდამბა გომელი უნდა აგურხო შაბათ რო ადგება საფერყლაზე და არის დინები ამის რომ გომელი არის სამაგიერო ესე იგი მადლობის სახით ბეთამიგდაშის დროს ყორბანთოდა ერქვა ამას სახელად მადლობის ყორბანი კრავი უნდა მეეტანან გამჩენთან იოლედეთი მორჩა გადარჩა ხალი შვიდობით მორჩა გამჩენთან მადლობის სახით მოდიოდა ასე რასაც გამჩენი გადაგარჩეს შეგძენს მოხცემს მადლობა უნდა მოუხადო ღმერთს ყველაფერზე იოსებმა დადგა და გამჩენ მადლობა მოხადა ბარუხ შეყასალი ნეს ამაკომასე ამათარისოდა ძმება ისე პუტუნობს იქანა რაღაცას ლაპარაკობს რაღაცას პუტუნობს არიცია რა საკეთებს იოსები იქანა და ერთმანეთს ეუნებიან ვაი თუ საკამდე მამა იყო ცოცხალიო კიდე გადაყლაბა იოსებმა და გვაპატიაო რაღაცა მოიწმინდა პროსტორად ვაი თუ ახლა გამოიგუძა ყველაფერმაო ვაი თუ ამოგვაყრებინათ ერიჯინი ამოიყარა ჩვენზეო და შეშინებულები არიან ბარბინა ჩამოდიან ეგვიპტეში ძმები იოსების სტოლზე აღარ უძაღისა მატყურის საჭმელად მამა იაკობი სანამ ცოცხალი ბრძანდებოდა ერთად ჭამდნენ ყურმარისსავო ხლა უკვე იაკობი აღარ არის არც უძახის სტოლზე გზაზე იარებო ჩამახედეთ შიგნით ორმოში მანახეთ რა იადგილი სადაც გავიყიდენეო სახში შემოვიდნენ უკვე აღარ არის ყურმარის დაპატიჟება მოპატიჟება ვერჩი თქმა როგორც ხო გამოდიან ადმინისტრებთან მეპებთან დამთავრებულია ყველაფერი ერთმანეთს ეუნებიან ვაი თუ იოსება სათნად გედეგვეკიდა ახლა ჩვენეო ვაი თუ იმ სიავეზე რაც რომ დავმართეთ მას გადაგვიხადა ყველაფერზე რა გააკეთეთ ვაი სამუელი იოსებ ლემორ იოსებ ამნაირად მიუგზანეს გზანილი ავიხაცივა მამა შენმა ანდეს დატება ამნაირი გადაცვალების წინეთაო ენგრეთ მოახსენეთ იოსებს არჩენი სახელითაო ანა სანა ფეშაღაღეღა ვეხატათამ აპატიე შენძმებს აციკე ის ორგულობა დაისწოდვა რა ჩაიდინენ შენ წინაშეო დაიხლა ვეხატა სანალეფე შაყავდე ეროლა ვიხა შენი მამის ღმერთის ხმები ვარ ყველა ვაპატიე ჩვენ მოვიდა სუყელანი ჯერ გზანილი გამოუგზანენ მერე მოვიდნენ დემხენ ელაპარაკნენ პირპირზე ბაშკაცურად დაიწყო იოსებმა მორთვა ტირილით სრებლებით და ელაპარაკება მათ ქანა მაგარი რაღაცა დაუკვირდით ახლა პირუშია სასწაული ასე უნებიან იცი
შენეო კიო ჩვენი შემოგწოდეთო ძალიან ცუდი გაიგეთ მაგრამ მადლობა გვეკუთვნისო შენიდან იცოდე მოგიდი შარზე მოდიან გირიბირი შარზე მოდიან მაგიალანუ თოდარაბაო რატო აფერ უკავშირდება ეს სიტყვები იაკაგობა რაც ელაპარაკა იოსებ ამისენ რაც ელაპარაკა კანაცი დაუგვირდი სიტყვას ანა არის რა შედებოდი არიე ნეშერ ადამ სამი არ არის ხარი შენეო შენებიციდო შენი სეკრეტიო მამამ გველაპარაკა შენეო შენი სეკრეტი არისო რომ შენი პორტრეტი უნდა იყოს ხარის გვერდში ზემოთ დანიშნულიო გამჩილის ქიზია გამოძიო მაგრამ მაგას მიაღწევ შენეო როცა შემთელებულად მოიქცევიო როცა მამა არ იქნება მაშინ ჩავარდები გამოცდაში რა გაუკეთოთ ჩემს ძმებს გავხსენო გაკეთებული ცოდო თუ არა თუ შენ პატიების უნარი გა შენ მოკუტავ შენ იეცებს შენ ხელში არის შენი ყმები არიან შენ მონებაც ყმებიან შეგიძლია დაჩაგრო ყურბანიზე აღარ დააჯინო არ დაუძახო არ ცელაბარაკო აიგდო ან ციხეში ისროლო ან სიკვდილზე დასაჯო შენ ხელში ვარ ჩვენი მაგრამ შენ თუ ეხლა ვაშკაცობას და გმირობას გამოიჩინე მაშინ იქნება სანა აქამდეა მარტო ჰანა იქანა შინიაკლიაო და შენ თუ მომაღლდები შენ თუ სულიერად მოკუტავ ამ შენ იეცერა ამ შენ ბოროტის თანაფიქს რასაც შენ იგიდებს ოქშიო თუ გააკეთებდი ჩვენ არ ვიცით მაშინ იქები რომ დამადლიანდები შენი სურათი გაიმართება ბაღლავ ხლა ნუ თქვა დირექტორებში სატანი ადამიანთან მოდის ორნაირად ვიცოდეთ ეს პირველი როდის ვიცი მოდი ჯერ სანამ ადამიან ძელოს რომ გადაგაცდოს რომ მადლი არ გააკეთო ან ბოროტობა ჩაიდირო ცოდო ჩაიდირო რაღაცა ჯელოს ყველაფენაირად მეორე მადლი რო გაკეთებული თუ ვერ გაიმარჯვა შენთან და მაინც შენ დაწლე და ის მადლი გააკეთე ბოროტობას გადაურჩი მოდის მერე იმის შემდეგ და თუ შენ ვაშკაცობა გამოიჩინე ბიჭო შენ ყოფილიყარ ვინც ყოფილიყარ აი მიქამოხა ვენ გამოხა ვინ არის შენ სებრი და ხო სიამაყე ზგულობა ან მონანიება აი რატო გავაკეთე მადლი რაში მინდოდა მაგალითია უბრალოდ მაგალითია შაბათი ხო შენ და ლოცვებში ყველგან ჩვენ ჯამათებში იქნება პასუხები სეპერტორაზე ადგოს აფრიკა სეპერტორაზე ამდენ მიდამადნიანდებით მარტი 500 ისკელებიცო 600 700 ხო შაბათი ხდება ზოგჯერ კასი არ არის კიდე ხო ხდება ზოგჯერ ჩვენდანაც ყველგან ხო ჯამათში ცხოვრობ რა ვიცი ხდება შაბათი რომ ვიроდის ყიდულობენ საქმე ერთსაათი თუ მისვალებულის პატრონი ვარ და მყავს იმ კვირაში ვინმე იმ რიცხვებში რომელიც კვირაში ვარდება შუა კვირაში ყიდულობ შაბათ 8 სეპერტორას არის შაბათი ზოგჯერ კაცი არ არის კიდე 50 შეკერად გაიგდება მაფთი ვიღაცა ადგება ჩქარა და დამთავრებული ამბავია ხლა კაცმა წასულ შაბათ მაგალითად გავკიდე ფასუკები სამწუხაროდ ექვსი კაცი იყო მისვალებულის პატრონი იმ კვირაში წავიდა ვაჭრობა ზიერის ამით ლოსები მაგერდება ხო ასე იყო მიღებული საქართველოში იყიდებოდა ფასუგები ხო 400 500 1000 1500 2000 მასოს ერთ წელიწად ეს არის 1987 წელს მასოს ესე კარგად ერთი კაცი მირილაშვილის კაცი იყო ხალხაზა ბიჭი ყავდა მოკutari საწყალ ხათანი იყო სადაშორის ხათნობაში აბზანდა სასწაული ოჯახი მიხეილ მირილაშვილი არ დავწვარ როდის იცი როცა დოლარი იყო დოლარი მაშინ 2 და 8 თუ 2 და 4 97 წლის დასაწყისში ამ კაცმა იყიდა 3200 შეკელად მაფტირი ესე იგი 1300 დოლარი მაფტირი ბიჭო ხლა იმ შაბათ პარაშატ ვაიერა იყო პარაშატ ვაიერა გაიყიდა 3200 მანათად და მეორე შაბათ იმის შემდეგ შაბათს გაიყიდა 200 მანათად ხლა დაუშვათ ხლა დიჯის კაცი ან მე ან შენ ან სხვა ვიღაცა ხო იცი რევი ჯამათი
დაიბიგრებს ჯო ვაი ჩემი ბრალიო რამაზანი მქონია მეო ვიცი ამ გადაცვალების რით საფურმე ბედიჭირდება კაცო ვაი ჩემი ბრალიო ეს ჩემი სვალებული მაინც ამ კვირაში რომ მოხდაო სადაც 300-400 გაიყიდაო და აგერ ამან 200 იყიდო ეს რო გაი ამან ამ ფიქრმა რო გაიარო საზრში რა მაყიდინა რა შეინდოდა ანუ უბრალოდ ფარიყავი შეიძლება ამ ფიქრით რაც მადლი გაქვს ნაყიდი აკარგოთ ესე ჯერ ეს სატანი მოდის მაცდური მოდის შენთან ვარ გაყიდინოს არ გინდა რა შეგინდა მადლი კარგი სედერ ყველანაირ გატყვირებს არ გავიდა შენთან მე მოდის ვანაირად რაფერ შესაძლოა ხო ხედავ აგან ახლა კაბიგებს გეკიდავდა უჩქო ხარამდენად რო იყიდე შენი ეს რო უბრალოდ იფიქრო კაცმა ამაზე რო ციროთ ჩვენ ვამოთ რო ციროთ საგამოსი აშკიბენუ რას ვამბობ ვიასერ სატან მილე ფანენუ უმეახარენო გაგვაშორე ღმერთო სატნებიო წინიდან და უკლიდანაო ვაი წინიდან დამდგა სატან და უი უკლიდან დამდგა სატან ყარავ სატან უგაშოროს გაჩენ იგე ხლა იოსებე უნებიან შენ თუ ამ ხელამადი გააკეთე აქამდე გვაპატიეო გადაყლავე ყველაფერიო მიგვიღე ხამოდიანათავ თუ კიდე ყველაზე მაგარის შენი სიგეთის ამთხოვრი და მამზები ხალხი თუ ახლა შენიც გადაყარე ყველაფერიო ეს არის ვიასერ სატან მეახარენუ აქ ჩაიჭრები წვეო და ჩვენზე თუ შენ კაის გააკეთებ წვებს თანაო მამამ შემოგითვალაო ეხლა წაიმართება ის რაც მას შენთან საიდუმლოდ ნალაპარაკებია ხო გასობს რამე ასეთი მამასთანაო აი მე თუშივე ზარება დაუკრა თავში ხოსე ამაჩო გადაცვალების წინდ რა მითხრაო ელშადაი ნირა ელაი აფთქვი იქანამე ჩასმული არის 4 ბუკვა სადაც რომ არის უბრალოდ მაღლაური თენი მერკაბის სურათი გამოხატული ნირა ელაი ბელუს ბერეც კენაღან პირველად რო დავინახეო სიძმარიო მიმითიდან შენახარაკანაო მეორე სიძმარში კი მანახესებ და იგივე იოსებსე მიმითიდენო აი მამა ჩემი საზრიო ძმებო მამას მარტო თქვენ კი არ აქვს ნათქვამი მეც გამიმხილა მამას არი ფიქრობთო თქვენ გამყიდეთ არი ფიქრობთ რომ ადამიანი თავის ვაშკაცობით გავა შრომობს თავის სოფლით ჩონილობს შენზე არის მჯერობა გამჩენზეა გამართლება ყველაფერი გამჩენიდანა ჩვენი ნაბიჯები მიდან დათვლილია გამჩენიდან ის გვატარებს უგვიყვანს გამარჯვებაზე წინწასვლაზე უმაღლებაზე ყველაფერი გამჩენიდან 50 პარტია ჩაწერილი ყველას უნდა რო შემოიმშალობა ბიჭო რა ვიცი რა არის თუ შენ ჩავიზერო თუ ასეთი მოდაშია ეს ვერ გავიგე ახალი პარტია კიდე ზელიხა ვიღაცა ყოფილა ზელიხა ახლა გამოცხადა წაღანა მაგეც გავიძ კაი მეგეცა პრემიერი ყავს ვიზია მოდი ახლა მე ჩემსას ვამბობ რა ბერაც გენ დაახურდავე მე ჩემი სიმართლე უნდა ვთქვა ეს კაცი რომელსაც ქვია ნეთანიაო აიც ვიტყვი ვერიწე უსამართლობას ვერიწე ეს კაცი ძალიან მაღალ დონის ადამიანია და ასეთი პატარა კუთხე და პატარა დაბალი დონის ხტარ საქმე ეს არის მაგის პრობლემა მეტი არაფერი მაგარი როგორც ვებერთელა რომელ ვებერთელა ბუმბერასაც შემოაჩნდება ლილიპუტები ოდიში შედარებით მაგასთან მართლა ვერ ხედავ ჯო ამ ხელა გამჩენილა დაჯილდოებული და სოფლიო აღიარებს ამას ხო ყველას უნდა ეს როშამიმშალო არ არის ასე გამჩენიდან არის ყველაფერი გამჩენმა მიცა ძალით უნდა ვერ წაართვან არ გამოგონენ ახალი კანონები დაწერენ უკანონო კანონები შემოიტანენ მაგის სპეციალურად რომ აკაცი გადააყენო სად არის მამბაც ჯერ თუ კანონი შემოსულია ზღარად კანონი და მე დავარღვი კანონი მოსულია გადავლა ხლა მე გარეთ ვიარი ასე კანონია შეიძლება კანონია ასე რომ ვიარო ხვალ ვიღაცა გამოიგონა კანონი რეტროაქტივით ვინც არა 80-ზე მაღლაო ყველას შტრაფებიო ასე მოსწონელი კანონიც ხო ეს არის სპეციალურად შეკერილი კანონები ამას უგედებენ მაგას ვისაც ამდენი ჭკუ არ უჭრის და ვერ იგებს აპატიოს მაგრამ ცოტა თავში რეპოაჭირდება ხალხი არის ტელევიზორის ყმები ოდიში რასაც ეუნებიან იმ კაროპკიდან ყველაფერი ყიდულობს ხალხი რა განალიზე ბიჭო რა ხდება მიდი ფაქტებთან დაჩეკით და ცოტა გადახედეთ კაცო საწავიდა ცხოვრება ხლა ამის ნაბიჯები თქვენი არ არის არაფერი ცოტა ყველაფერი გამჩნდა თქვენ მართლაო
მადლობა გეკუთვნისა ჩემო ძმებო. თქვენ ვარ შეგეგდოთ ჩემი თავი ორმოში. მე იქიდან ვერ ამოვიდოდი. იმ ღირსებას ვერ ვიღირსებოდი. ფიზიკურად მეფეთ არ დავინიშნებოდი. სოფლიოს ვერ გადავარჩენდი. სულიერად მაღლა კისიაკაბოზე ჩემი სურათის პორტრეტით მაინც ვერ ამიტოდა ვერ ავდა. დიდი მადლობა ძმებო. მადლობის მეტი თქვენთან ამეცო. 1000 ისტორიულ რაღაცას მოვყვებით ისტორიულ. რომელსათია? გადაცილებულია ძალიან. 5 დაკოდი, ხარხაშე. ამდენჯერ გეკითხები სულ მომები 5 დაკოდი. ხარხაშე. შენ ხელმახესდელი გაცელა, გაგიმოსგანჩი. ისტორიულ რაღაცას მოვყვებით და მით მაინც რაღაცნაირად ის ხდება. კარგად ვიცით, ხლა მითხრა ჩვენ ახალმა ქართველმა ებრაელებმა ისრაელიშვილებმა ბოდიში. ძალიან კარგად იციან რომ 1812 წელს ნაპოლეონ ბონაპარტე ფრანცუსკი ხო? წარსათი ჩამოვიდა საუბრად რუსეთზე. ან თქვენი ამბავია ხლა 700.000 ჯარისკაცი ყავდა ჩამოყალილი. რუსებმა ჭკვიანურად ნელ-ნელა რაღაცნაირად მოტყვილებით, თავიანთი ტაქტიკებით, ძალიან ტაქტიკანი ის იყო. ნაპოლეონი ჭკვიანი, მაგარი. ხოლოდ რუსეთის ტაქტიკა უბრალოდ შემეეთრიათ ეკაც, შემეიყვანათ. შინ. ვიცი, სახელმწიფოში და ზამთარი მომოვიდა რუსეთის ზამთარი ყინული, იმან დაამთავრა ნაპოლეონის ჯარი. აი ეს ცხენები ხალხი დავანტყოფდა, ცხენები გაიჩიმარვალე ხებდებოდნენ და ჯარი ვარაკავს, უკვე ძალა არ აგდა, ამდენი 700.000 ჯარისკაცი, კონსული კაცი 20.000 დაბრუნდა თავის სახელმწიფოში და მე ნაპოლეონის რა მოხდა ბოლოში 1814 წელს ცენტრალენაში გადაასახლენ მან. ან თქვენი ამბავია, ხლა ისტორიული ამბებია, ეს მოულერა ყველა ვიცის. მათ ამავდროულად დაგავშ მოხდა ასეთი რაღაცა, როცა მოადგა ისიც ხანა ტაქტიკებით იყო ეს კაცი, არ ჯეროდა, ავდა მერაგლინები, ზორავები, გაშუშები, შემსრულებლები, განუსრულებლები, რომლებიც იღებდნენ, ყველაფერი უკვირდებოდნენ, ისმენდნენ. ხო, ყურეს რაღაცა. ხო, დღეს უკვე სხვანაირი ტექნიკებია, რა თქმა უნდა, ტელეფონი გავია ხელში, ესეც აღარ შეიძლება რომ დადო გვერდშიც. ანუ ისმენსო ხალხიო და ვაზეთ ყურება. რაფერ წაიწია წინ. დღეს რა გინდა ზონ სპუტნიკებია ზემოთ. რამოდენი ასობით 1000 კილომეტრზე დამდგარი და შენ რომ გარეთ გაზეთი წაიკითხო, შენ გაზეთში რა წერია იმას კითხულობ, შენზე უკეთესად იცი. ხომ ხელად წაიწია ცხოვრება. მაგრამ მაშინ რა იყო? უნდა გეგეგზანა ცოცხალი ადამიანი, მესმინა, დეწერა, მეწერა, გდეო, ან დეხატა სიტუაცია და დაჩვენებით მოდიოდნენ და ნაპოლეონმა შემით მინდა რომ ნახოთ შემიცა. მეო შემით ვარ. შიგნით რუსეთის ჯარი როგორ რაღაც ყოფილიო, შემიგურით და მოისმინო. რა გაიგეთ? გადაიცვა რაღაცა, რუსი ყავდა ვიღაცა. რუსეთში დაბადებული რუსი აღარ დონეზე მოლაპარაკე და რომელმაც გაგიდა რუსეთიდან გადავიდა ამათყარეზე და ეკაც შეხვდა. ამაზე გრიშა იყო სახელი. ამ გრიშასთან ერთად შემოდის ნაპოლეონი გადაცხული რუსის ასაცმელები რაღაცები და შემოვიდნენ ისეთ ესე ფრონტი, სადაც რომ არის ჯარი დამდგარი და უკვე იქ გაღმაებული ომი და სწორებინით და ამბავი. ამავე შემოიპარენ რაღაცა კუთხედან, შორიდან ბევრი არ ფეხით და შემოვიდნენ შიგნით სოფელში, ახლოს სოფელში. სადაც ისვენებდა მთელი გენერალები. აგრესები, ვაგონები ყველანი გასწავლეს, მაგათი ჭარის. ცოდნე ხალხი, ხელა თოთხანი, ისინი მაშინ, ხელა ფარაშინ, ხელა სუსინ, ცხენოსნები და კავალერიას მოძახენ ასეთები. ყველანი მოთავსებული იყვნენ ამ კუთხეებში. შემოდის საგანდა, შემოდის ყველა კუთხეში, აუგასტუსე, იესიუს რა. ვოდკა, სილოდკა, დამთავრებულია. ბარუხაშემ, ალიე კარგა, ბარუხაშემ, გავიდნენ, იმუშავენ თავის გააკეთა საღამოზე მოდის, აღლიდა განსული კატარად და დავაი ვოდკა. ეს სვამენ პივა, ვოდკა, შემოდის ესე ფაბებია თუ რაღაც ადგილები და ჯდება გვერდზე თამ არაფერი და ამ რუსე უნება თავის კაცს, ყური დავიდო ყველა ლაპარაკსავ. მithumedes გენერალებთან ჯდება გენერალებთან. სხვადასხვა ასე ბევრი ადგილებზე და ასე იყო მაგის ტაქტიკა. მოაქვს ინფორმაციები, დაბრუნდებოდა ჯარში, ინფორმაციები, რაც ისმოდა ხადაშოთი, აქეთ ამდენი არის სასროლი დაყენებული, არტილერია აქეთ უყენია, ამდენი ცხენი კითხავთ, მოკლედ ამბავ ყველაფერი როისრე და იწერა და ყველაფერი და მე ეწებოდა ომზე. შემოვიდა ერთ კუთხეში.
ასეთ ადგილზე და მაზალია ცხოვრება. ვიღაცა ჯარისკაცმა დიდმარა, ძალიან დიდმარა, ვიღა ოფიცერი კაცი იყო, დაუბრუნდა კაცო ნაპოლეონი და წამოდგა ის გრიშა, რომელიც ნაპოლეონთან გვერდში არის, ნაპოლეონი რაღაცა დავლიოთო და დავიდა გრიშა და დაასაკაზა სასმელები, ვოდკა და რაღაცები დაასაკაზა და უნდა მოიტანო ნაგეს რაღაცა და ამან ბავშვი სანამ დასაკაზებულები მოდის და მაგიდა სანამ გაიქცება სასმელი საჭმელით დაბრუნდა ეს გრიშა შეიძლება და უკირდება ნაპოლეონი და ეს გრიშა რომ ვიღაცა ერთი ოფიცერი არის ამ ხანაში მეუნება გვერდზე როჯის ეგერაო მე მგონია ბიჭო ბონაპარტის გავს სახელზე და ღირსო შევამოწმოთ გავიგოთ ვინ არის ნაპოლეონი ესმის ეს ლაპარაკი გრიშასაც ესმის კარგად და როცა ამ კაცმა ოფიცერმა პირველ ნაბიჯი გადადგა და ვიღაცები უნდა მოდიდო შევამოწმოთ იგაციო წამოდგან შემა გრიშა ამ გრიშამ ხეთქა სახეში ნაპოლეონი მე ნაიხეთქა პარკინა ვალოდია უყვირის შენ უტვინო ვალოდია ხოდა გავალეო მოიწანე მოასწრია ისაცმელი კიდანო გაურთხა მეორე გაურთხა მესამე ვაი წამოდგა ნაპოლეონია რა ვალოდიას წაფის რა დაბიოს პერიო წამოდგა და მოკუტულად ვითა ვიღაცა ხმა მოსამსახურეთ ყოლცი ასეთი მივიდა და წამოიღო ის და ერთმანეთ ეუბნება იუსები ქანა ოფიცერები რა ნაპოლეონიო შენ თავზე ხوار გაკეთეს ნაპოლეონი გოგოიდან დამესაო და ამამბამა გადაარჩინა ნაპოლეონი დაჭერას ხლა ჩაიარა ყველაფერმა გამოსვლენ იქიდან გავიდნენ მშვიდობით ბანაკში ბრუნდებიან მე საღამო დროს მოდის ეს კაცი ის რუსი რომელიც მოსამსახურეთ ყავდა და ვარდება და იტაყალება და ფეხებზე კოცნის და ხელებზე ეხიბლება და მოდიში ბატონო ჩემო რა გაგიბეთ რა გავაკეთე რო გაგარტყი ხელი წამოდეგი ფეხზე შენმა ხელის გარტყმამაო თავის შემარჩინა ცოცხალიო შენ მადლობა გეკეთრისო ზოგჯერ ხელის გარტყმა ზოგჯერ სუდი რომ მოდის და შენ სუდად რო თვლი თურმე გადამჩენი ზოგჯერ სულ დღეში რო ხარ ადამიანი სულ ჩანაფიქრებში ცხოვრებიდან დაძაბული შემოსავლი და შეჭივრებული და გეგონება რომ ყველაფერი გეკეტება ზეიდან იმ ჩაკეტვაშია იცოდი შენი შვილა ეს საყენაიელი არის მე აინ იავოყეს ალებს როცა გამშვერო ვით მთებისკენაო რო ცვილობ გამჩენთან მიშველეო არაფლიდან რო არაფერი არ არის იქიდან მოდის შენი შვილა იცოდი შენ არ იცი რატო რა მოდის ამას ეუბნება იოსების დებს ათემ ხაშავთემ ყალაირაყამ თქვენ გეგონათ რომ თქვენ ფიქრობთ ჩემზე ცუცო არა გამჩენა ჩაგიდვათ თავში რო გეფიქრათ ასეო იმას თავის გეგმები გქონია იმას კაი ფიქრები გქონია ჩემზეო მას ჩემი მამავარია წაგიკულიო და გეგმილი პოლომდეო და მან მეც გამოცდებში ჩამაყენაო და მე გადავლახე ყველაფერიო ხლა მე ამაში ჩავიჭერებიო ჩემი ძმები ხარ პირილი დაიწყო როგორც მამა ცოცხალი იყო ჩვენი ძმობა არ გაყიდულა ჩვენი მეგობრობა დარჩა და დავრჩით ხელჩაკიდებულები დღეს მეტაც რადგანაც რომ გალოთ გადაწყებული აი მორაგრავოთ აი ეს არის რომ იოსებს ეუბნება მამამისი ელ შადაი მირა ელაი ბელუს ბერეცკენაან ვაივარეხთი მე დამლუცა გამჩენო ჩემი დალოცვები შვილო შენთვის მამიცია შვილო დამილოცია შენი ოჯახი აქ ძალიან დიდი იმპერატორებია მე არ მინდა ხალხი შევაწყო მე ვერ შევედი აქ ვერ ახსენი იოსების შვილების დალოცვა ვერ ახსენი შევეტების დალოცვა ვერ შევედი საიდუმლებში აქ ქვეყანა მაქვს ალაპარაკ ხოლოდ მე გამჩენს ხო გედეგეფაროს ყველას კალთაში დობისამე და ამ პარაშამ გასწავდა ვაიეხი სიცოცხლის პარაშა იაკობი ცოცხალიცა მამასწავლის დავდავდები მაინც ღია დავდევე აფერარი სამართლა გაუგებარია ყველასთვის ხო შეკითხო მართლა რამები დარაშობენ სხვადასხვა ყველა დარაშო იაკობი არ არის კვალი ცოცხალი
გავაგებინე ახლა მე ცხოვრებას უყურებ რაციონალურად და ვხედავ რაც რომ ფაქტებია იმის მიხედვით ხო თქვაცი თუ დაასაფლავენ თუ დამარხენ მიწა დააყარენ შვილება აბელება მიიღოთ არჩენ დაატირა მსოფლიომ შენ მოდი ხარ ზამოთ სოციალური რაღაც რაფერ არის აბერა გემარამ დაწერა კარგია გემარას გაგება ნედაი ვიგებდეთ რა წერია გემარაში ნედაი აზრი გვექნეს რო ჩვენ ჩავწდეთ ყველა წინადადება თალმუდის ამხელა ხმარი დედა ვიგაიგებ ყველას მაგრამ ერთი რაღაცა იაკობი იყო ერთი კაცი სოფლიოში ერთი გამორჩეული ადამიანი რომელსაც ორი ნეშამა ჰქონდა ტანში ვიზმენი გარეთ ყველა ადამიანი ჩვენ ერთი ნეშამა გვაქვს შაბათ ღებულობ ორი ნეშამა შაბათ ნეშამა ედერას იაკობ აბინუ თელი ცხოვრების მანძილზე რაც გამჩნევა დაარქვა ისრაელი დაუმატა სახელი ისრაელ იმ დროდან იაკობის ტანში მოძრაობდა ორი ნეშამა ერთი ნეშამა რაც ჰქონდა იაკობის რომელიც არის ნეშამა ადამიანის შორის მეორე ისრაელ ეს არის ანგელოზური მაღლაური ნეშამა მიღებული მიიღო იაკობის ტანმა ორი ნეშამა ხა დაუკვირდით კარგად იაკობმა სატანი მოკვდა ვინ იყო ანგელოზი რო ჭყობა იაკობ სატანი უწერია პირდაპირ სატანი როაიღო სიტყვა სატანი შინტეტნუნ რამდენია გემატრიაში 359 350 50 და ახლა იაკობი როაიღო იაკობი 182 როაიღო და დაამატო 182 359 რამდენი გამოდის 551 551-ია ისრაელი როცა იაკობმა მოკვდა სატანი სატანმა უთხრა შენო ანგელოზებიც მოკვდა ჩემნელი ანგელოზიო დღეიდანო ანგელოზებზეც იქნები ძლიერიო სატანის სახელიო შენ სახელში ჩაყნაპული იქნება შინდიდაო ათაი უთერ ხაზა შენზე ძლიერი ხარ იაკობ დაუმატეს სიტყვა სატან გამოდის 551 გემატრია ისრაელი სასწაულობა ეს ხლარა მანახეთ ერთი აქანა თორაში იაკობ ორი სახელი იყო ხო ერთი ნეშამა ჰქონდა იაკობის მეორე ნეშამა ისრაელის საწერია აქანა თორაში ვაიამოთ იაკობ რა წერია ვაიკრევუ იემე ისრაელ ლამუთ ისრაელი წერია ვაიომერ ისრაელ იოსებ ბენო ისრაელ ლაბარაკს ესე იგი ამ თელ გადაცვალების პროცესში ინეშამა რომელიც არის ნეშამა ისრაელის ნეშამა იმ მეორე ჩადგმული ის ლაბარაკობს ვაიამოთ ისრაელ აბზანდა ისრაელი ვაიკბერუოთო დაასაფლავენ ისრაელი ვაისუოთ ისრაელ აბიერ ისრაელი ანახეთ ერთი იაკობის სადარია ამას არის გემარა ფულის ხობს იაკობ აბინუ ლომეთ იაკობზეო სიტყვა სიკვდილი არ დაწერილა მარტო იმ სახელზე რომელიც არის ისრაელ იმაზე დაიწერა რატო აბზანდა იაკობ მაგრამ ინეშამა იყო იაკობის ნეშამა თან მის ტანში ჩადგმული არ გამოსულა ტანიდან იმ ნეშამი დასაფლავდა ამიტომ ქვია ამ პარაშას ვაიეხია გაიგებს ეკრე იაკობი ცოცხალი ისიც რა სეკრეტია ეს იცი რა სეკრეტია ჰორის დაიწყო სეკრეტია ეს პირველად პროვინციაში რაღაცა რაბებში ბემეთ გელაბარაგები თავბრუ მიიღო რაბებმა დიდბარაბებმა მოსამართლეები და დაიანებთან გასო 20 წლის წინ პრესრიმშანა 20 წლის წინ მოსამართლეებთან დიდ გლავდი რაბებთან ეს სეკრეტი გამოვაჩინე თავის ბრუ მიიღო ხალხმა დაიწყეს ყველგან დაიწყეს გაშიფრა ბანაკი აგერა წერია ბეყენე ისრაელ კავედუ მიზოკენ როიუხალიროთ კენ ვაიოცე ვაიგა იოზეფ ჩერდე რამინო მისემონ ისრაელ სულ ისრაელ მიმინ ისრაელ ვაიაგაშრა ვაიშტახ ისრაელ ერთ-ერთი ემინო სულ ვაიბარე სულ ისრაელ არ წერია მანახეთ ერთი რიბონა ყოლამი გადაცვალებასთან დაკავშირებით სად არის ნახსენები იაკობ აი ეს არის ამ პარაშის სეკრეტი ეს არის შემოერ ამ პარაშის სეკრეტი ეს არის მარტო ამისთვის რო გედარაშაი ლიბრეტორა საკმარისია რაც საგანა გითხარით და განა ერშადაი ამ ხერა სეკრეტია זה סוד, סוד מהקבלה.
იაკობი რო არის გავიგეთ ისწავლეთ ძველად მაგრამ იოსეფი ხართან ერთად გვერდში და შენ მაშინ წაიმართებიო შენი ვაჟკაცობა მაშინ გამოჩნდებაო დღეს მარტო ანა ალეფ ნუნ ალეფ აკლია შინი აკლია შორ ხარი არ არის წამართულიო შენ თუ შენ სატნე მოგუტამო დემსგავსე მამა შენი აღგოსაო სატარვაჯო გობლოდეო და მაშინ გაიმართება იცოდე შენი სურათი მაღლაო ეს საგოისპენდის სეკრეტ გეონები ნუ ამით ახლა არ მამაყობა მითი მაგრამ ეს რასაც აკანო ლაპარაკო ბევრი მეუნება სხვადასხვა ის ხა ჩვენი მომსმენი დარაშების ჩემი დიბრეტვარები სოფლიოში აქიდან გააქვე გარეთ ლაპარაკობენ და აი სად არის და რაბები რეკამე რაბები ზრამოდენი რაბი მირეკავს წასულ დიბრეტვარებში ახლა რაღაცები თქვი რაბი სიდან მეურები ამ თორას შეეხედეთ თორაში დანარჩენ მიხვდები და გაიგე მე ვამბობ არა სეკრეტებია ორი სეკრეტებია მართლა ისეთი დიბრეტვარები ტარდება აქანა მე ჩემ ჯამათში ღიათ ვარ ყველასთან მე არაფერი მაქვს დასამალი ოჯახურად ამხანაგურად დიდი სიყვარულობით რომელიც შეიძლება ის დიბრეტვარები უნდა იყოს მარტო დიდ ნასწავლში ხოლო არა ჩვენთან ყველა ნასწავლი ხალხი ხართ გენერალი რაბები ყავხართ გაზდილები ხახამ ხაიმედიაში აი რა რაბი ანგელოზი რაბი სუჯუნის რაბი რომ ზანდებოდა ხახამი ხე ერთი ტებერის რაბი უწერავს ტებერის რაბი ილია უილუს უწერავს მაგას სიტყვებით შენ ზანდები რაბი რომელიც ანგელოზზე ხარ დავსკაცებულიო არაბა დომელე მალახ არაბები ყავდათ საქართველოში მაგრამ უნდა ვიცოდეთ ამის შენახვა არ გეწყინოთ ამ ხელა რაბი იყო ხამრფელი აი მაგრამ ეს წამოდგენია დღეს მოდიში წამოდგენია მე ნუ ყავს ის გამჩენა ჯო ცოცხალი სანამ არის მაშინ გამოიყენეთ სანამ ყავს ერაბები გამოიყენეთ არ დაგარგოთ თქვენი მეუბა ქართველო ხალხო ებრაელებო შემოძმებოდათ ეგო იცოდეთ ვინ არის რომელ ოჯახში ხართ გაზრდები რა დედმამის ხელში არაბების ხელში ვინ იყო რომ დაგიმღერათ ნანაო მე ლაპარაკო მარტო დედაზე ნანაო ვინ დაგიმღერათ თქვენ აკვანს სულიერ აკვანს ვინ უმღერა ნანაო დიდრებო ერის ხალხო მართლა ვამბობ სოფლიოში რო დაფანტული აქვს თავიანთი ქონება ვის არაძდება ქართულში შემაჯამათ ბიჯო გულის კი ვარ ლაპარაკო მიხედეთ ამ ჯამათს უპატრონეთ ამ ხალხს თორე ეს სოდნა ეს ჩვენი მეობა ჩვენი ტრადიცია ჩვენი მინაგი ჩვენი ლეჩაკი დედების ჩვენი მამების ოფლი ისტორია რა ისტორია აქვს საქართველოს სადარ დატვარწერა ვინ დაწერას ხარ დაწერა მე რას დაიბადა მოკდა ყველა იბადება და ფეროებში მე მაინტერესებს რაბების ისტორია წესრად არის დაწერილი ვიღაცა დაჭყობდა რაღაცები ჩემთან გადაიწერა ვიდან მიიწერა მოაწერა იაწება არ არის ასე ამას ჭირდება აყვანა ხალხის წესიერი მუშაობა რატომ დაიღოს ქართველ ჯამაათის სალოცავებში ზამთარში წყალი რატომ ჩამოდიოდეს ხარით რატომ დაუჭირდეს კორონას დროს ჩვენ სალოცავები რომ საწყები მირეკამენ თელ ისრაელიდან ფული არ აქვს ხრავი მე მეყარე რა ვქნა რა შეიძლება ვაკეთებ მე შემიძლია არაიც დარაშ სადაც მიზახიან მივდივარ ღმერთმა ხო იცის უკაბეიკოთ არ მინდა თქვენი არაფერი მადლობა ღმერთს სანამ ცოცხალი წოდე თქვენი ვარ სანამ ვარ ცოცხალი მე ჩემი თავი ვაჩუქი ამჟამად ბავშვობიდან მე რაბიდან ჩემ რაბებიდან ხალხმოშაკატანიდან რაბიაკო დავარაშვილიდან ესე მიღებული მამა ჩემიდან რომ შვილო ამის ხარ მოსული ამჯამად ჩაუდექი სათავეში არა პრობლემა ხო დანარჩენი ჩემ ხალხში არა და ღმერთმა ქნას რომ რასაც ვაკეთებ კაი პროექტებია დაწყებული მოშეს გამომარჯოს გამჩებაგია ამ ახალგაზრდა ბიჭი თქვენ გამიმარჯოს გამჩება ჩამოდიხარ ბავადაშვილი აყენეთ ამ კამერებს აგერ ახალგაზრდა ბიჭები ჩემ ჯამათიდან იყიდნენ კამერა იყიდნენ უკვე სპეციალური კამერა რომელსაც რო შეიძლება უკვე გადაღება YouTube-ისაც პირდაპირ YouTube-ზე უკვე შემაყობინენ გამომარჯოთ გამჩება არა რამდენად თვითონ დააფინანსებ მოხიკეთ და გააკეთებ გამომარჯოთ გამჩენა ყველაფერი აკეთებენ ხოლოთ ამას რა ჭირდება იცით ვერჩი ამოდგოვა სულიერად გავიღვიძოთ სულიერად არ დავკარგოთ ჩვენი თეილიმები რაფეროდენ თეილი დღე და დღე და რაფერ მიკვირს ზოგჯერ კაი დიდარი ოჯახი უყურებ ქოლა ქავოდ ახლა დამასახელებ ამიტომ არ ვფიქრო რეკლამას არა ხას ვიშარო თეილიმი არ უვარდებათ ხელი უკავიათ სულ თეილიმებს ლოცვილობენ ამნაირ ადამიანებმა უნდა იქნეს ყველაფერი სიკეთე სულ მომაღლებას
დაგლოცავთ, მომაღვდით, მოდიდით, მომტავრდით ღმერთმა დოლათი და 1 მილიონად გაკეთებულზე კიდე მე თუ რასაც ვამბობ, გულისკივით ლაპარაკობ, ბემეთ, რომ ცოტა შეიძლება ვიფიქროთ, გამჩენაგნას რომ გამოვიგვიძოს ყველამ და მაშინ ვარ უაყოფილიყოს და გამორიდაგე შენ. ღმერთმა სიკეთე და ბედნიერება, მრავალ დაგვასროს გამჩემა ყველაფერს იკეთეს და იწყებ ბავშვობიდან შემოთდა, გამჩემა მრავალ შემოთებს სამეთ წელს.